დავუბრუნდით. დღეს გვაქვს ეპიზოდი 32, ანუ 33 ეპიზოდი. წინა ეპიზოდის მერე გვქონდა live meetup-ი წინა კვირაში, დიბლოგში, რაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასევე, მოდი მაგის მიმოხილვით დავიწყოთ პატარა რეტრო გავაკეთოთ და ასევე ეხლა ეს ეპიზოდი დაიდება ალბათ აღდგომის მერე და ყველას გილოცავთ მოკლედ ჩვენ subscriber-ებს happy holidays რა და აღდგომას რა. აბა როგორ ჩაიარა ჩვენმა meetup. მე მაინტერესებს აი ვინმე თუ გაიგეთ ეხლა. ანუ ვიოცები შეიძლება არიან, ვინც აი მარტო უსმენენ ამას და სხვა არაფერი აკეთებ. Discord-ზე არის, ხოლმე რას არ დავიდე. Discord-ზე და social media-ზე გადავადებით, მაგრამ იდეაში Discord-ში ხო რაღაც ესე ძალიან ინტენსიური აქტიურობა აღარ ანუ ძალიან ისეთი აქტიურობა თავიდან რო იყო აღარ არის. ის ეხლა meetup-ის მერე სხვა შორის meetup-ის მერე გაცეცხლდა ისე ცოტა. ეგ არის რა, რაღაც კონსისტენტი. მაგრამ სხვა შორის meetup-ზე იყო ხალხი პირიქით, ვინც ჩვენ შესახებ არ იცოდა. ხო. და ყველას მოგიწოდებთ დაგვსუბსკრაიბოთ და დაგვიჯოინდეთ Discord-ში რა. ხო, თვითონ meetup-ს რაც შეეხება ანუ overall არ მგონია ყველა მაგაზე შევთავაზეთ ბოლოს რომ ნორმალურად ჩაიარა, ანუ პოზიტიურად ჩაიარა. პრობლემად ძალიან კარგად ჩაიარა. არა, ანუ კარგად ჩაიარა რა, მაგას გულისხმობ რა. და ანუ ყველაზე კარგი ნაწილი რაც იყო აშკარად და რაც ძალიან კაი ფიდბექების მიღეთ იყო ის პროდუქტების დემოების ნაწილი რაც იყო, ხო, ანუ ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, იმიტომ რომ რაღაც რამდენი პროექტი მართლა ისეთი იყო რა, ანუ მე headless code-ი იქ გავიგე, არ ვიცოდი რომ ესე დამდებოდა რა. ანუ ერთი ჯავაკეთია და ბიჭები ვიცოდით რომ მოვიდოდნენ და უკვე გრაფაიტი ქვია და ვიცოდით რომ რაღაცა minimum ერთი დემო გქონდა და build-ly იყო მეორე, ხო build-ly ერქვა რაღაცა ეგეთი. buildable თუ ის ხო, TO. ხოლმე თვითონ შემოვიდნენ, აჰა, ძალიან საინტერესო. და ბოლოს გიორგიმას იქ სპონტანურად ლეპტოპი გააზრო და ის თავისი რომელსაც თავისი კონტრიბუცია, open source კონტრიბუცია განახა როგორ გააკეთა. ხო, ძალიან ის იყო რა, მაგარი იყო. ანუ ისეთი დიდად სტრუქტურირებული არ იყო, შემდეგისთვის რაღაცა, ანუ ჯერ ვაპირებთ რომ რაღაც სიხშირით ვქნათ ხოლმე რა. რეგულარობით და თან რაღაც გარკვეული ტიპის სტრუქტურა მივცეთ. ანუ ზოგჯერ შეიძლება მეტი უფრო წინასწარ დაგეგმილი თორქებივით იყოს, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ ხალხს რაღაცა საკითხები ძალიან აინტერესებდა. ხო. მე ვთქვი თავიდან ძალიან პოდკასტო სტილში დავიწყეთ იქაც და ესეთი საუბარი ნული სტრუქტურა გქონდა. ცოტა დებილობას იყო რაღაცა მომენტამდე რა. ხალხმა მიცეს სტრუქტურა თავის. თქვენ დაჯერგით, ჩვენ გამოვართ რაღაცა ფილმი. ვედი რა სუფრა გაიშალა და აუც. ხო მე იქ თალკი პოდკასტი ხდებოდა გვერდზე. გუას მე უნდაოდა რა ის რაც გავაკეთეთ რა, ონლაინ რო გქონდა გახსოვთ, აი ვისაც არ გახსოვთ ჩვენ channel-ში ჩამოვუყვეთ, ერთი გქონდა ონლაინ meetup-ი რა. აი დათასროლი. აი მათ შორის დათასროლი გითხავთ, ერთ-ერთი სპიკერი იყო და 4 სპიკერი ყავდა და 5-20-წუთიანი ვიდეო თოქები იყო და ეგეთიც რომ ონლაინაც თქვა კიდევ ცადოთ, შეიძლება რა, არაფერი ვერ გენძება, მაგას არ უნდა, პროსტა 4 სპიკერთან უნდა რაღაც დალოგება რომ პრეზენტაცია გააკეთონ რა. ეგეც კაი იქნება. მოკლედ ამით იმის მაგვინდა ხო, რომ პოდკასტის მიღმა გვინდა რომ ეს community-ის აქტივობები გავიტანოთ. აი live meetup-ი მაგალითად ძალიან კაი იყო, შეიძლება რაღაც პატარა ვინც ის AI engineer როლი კონფერენცია რაღაც ეგეთ პატარა შეიძლება რაღაც ეტაპზე გავაკეთოთ. თავისუფლად. უფრო მასშტაბური. თავისუფლად. რეალურია. მარტივ რა, არაფერი. საათია ვიძებ რომ აი კაინوار ჩაქრეს, აი მაგის setting-ის affiliate-d/d. ლანხენია. არგენ დაყენებ მაკის ჩაშენებული ესე. ო, მაგრამ type-რო რომ მოგივიდეს, უნდა დაგუგლო affiliate. ეს ხალხი მაგ feedback form-ო რო გავიგავ. შეავსო ხალხმა თუ არა? რა ისეთი რესპონსი ქონდა. აი ყველა როგორც ხედავ ძალიან დაინტერესებულია. მე გავაგზავნე თუ არა გიცნობთ. ანუ სამი ის დავსვი რა, ანუ მოგეწონათ თუ არა meetup-ი და ოპშენები იყო. კი, ძალიან და ბ. კი არა და მაგარი იყო, რა სამი ოპშენი იყო და იყო მარტო მაგარი იყო და კი. მე რაღაც ფიდბექები იყო ვიღაცას მეტი სტრუქტურა უნდა და ვიღაცას ის და მაგასაც გავითვალისწინეთ რა. ოკეი. GVD summarize. ხო, ეხლა ახალი რუბრიკა გვაქვს, ხო? დავაინაუნსოთ. ის join announcement გარჯერა. Just no. დავай, გადავიდეთ news-ზე. that's ისეთი მოხდა მგონი რომ აი ძალიან ნიშოვანი იყო, ალბათ ეს ერთი კვირის წინ იყო იქ. Cloud Codes source-ი დაილიქა. და პირველ რიგში ანუ ბევრ ხალხს ეგონა რომ დაილიქა Cloud-ის მოდელები. ანუ მოდელი არ დაილიქო, დაილიქა აი Cloud Code-ი, რომ ის რაღაცა
რასაც კომპიუტერში უშვებ რომ ვიწერო და შენთვის დაწეროს კოდი რა, ის რომელიც ტერმინალში ეშვება. და დაილიქა იმიტომ რომ რაღაც ბაგები ქონდათ და ამატებდნენ source map-ებს და წერმაკანაში იგივე მოვიდა და მეც იგივე გავაკეთე ცოტა ხნის. ხო და აი რო გითხრა რა, აი source map-ი რა საჭირო არის, რა სორსმაპებს აი მე არ ვიცი რა არის source სამსახურში შეცვაც ვიყენებ ჩვენ სორსმაპებს, როცა შენ JavaScript-ის კოდი გაქვს და გინდა რომ ცენტრში ან Datadog-ში ან სადმე ეგრე გამოგიჩნდეს რაღაც ერორი რომ მოხდება, ეგ უკვე დაკომპილირებული კოდია, minify-ია გაკეთებული, ესე просто ნახო, ვერ გაიგებ რა ხდება, მაგრამ source map-ებს აგზავნი Datadog-ში, მე ის ერორი რომ მოხდება იქ, იმ უკვე minified კოდიდან source maps აქვს თავისი slash ისინი რომელსაც უკავშირდება ამ დაბანდულ კოდს და გიჩვენებს ზუსტად იმ stack trace, რაც просто ლოკალზე რო ქონდა დაშვებული. ანუ დებაგირებისთვისაც რეალურად რაც გამოიწვია, ანუ იმენა შენ source ანუ კოდში რო line-ი გითხრას, იმიტომ რომ ერთ-ერთი არსებობს სალარო და დაკომპილირებული გავა. დაილიქა ეგ source map-ები, მე source და map-ები ყველაზე ანუ კაი მაგალითი თავის რა, აი შენ თუ просто JavaScript-ში წერ რომ რაღაც const რაღაც component equals რაღაცა, ეს component გადაიქნება რაღაც 100-თან 200-ს და მე source map-ში არის map-ი ანუ ეს ლექსიკონი რომ ანუ კომპილირებული კოდის მეპინგი შენ რო ტექსტურად ედიტორში გახსნილ იმასთან. ხო, ანუ თან ან JavaScript-ი ხო ისეთი ხა რაღაც ენებში რომ დააკომპილირებ უკვე პირდაპირ binary ჩდება ან აქ ისე რომ კოდი და აქ ჩვეულებრივი კოდი გაქვს უბრალოდ ყველაფერი სახელი აქვს შეცვლილი რაღაც ისე რა და იმისთვის რომ მიზირებული და ეს if-ები და რაღაცები ეგეთ ამოღებული თუ არა საჭირო, მოკლედ V8 რას უკეთებს ცვლიან კოდს და მე ერთის თუ გაქვს და source map-ებიც თუ გაქვს და ის და minified კოდი თუ გაქვს, უკვე შეგიძლია აღადგინო ჩვეულებრივი კოდი და ეგრე გაჩითეს. ვაფშე მე Twitter-ზე ბევრი ისეთი კომენტარი შემხვდა, რომ ანუ ხალხს ქონდა აქ ამის open source ეგონა რა, ანუ repo ხო აქ Anthropic-ს GitHub-ზე, მაგრამ ეგ არის just readme ფაილები და ინფორმაცია. და მე მგონი კლიენტის repo-ს არის, ოღონდ ის ანუ რაღაც CLI open source არის. MCP არის ხო, ანუ თვითონ CLI, რომელიც მე იძახებს იმ კოდის რაღაცას, მაგრამ ის არ არის. ანუ CLI SDK, ხო, ეგ ვარსე კიდე ერთი ანუ კოდსაც ეგ აქვს და OpenAI-საც ეგ პრობლემა აქვს, რომ ანუ კოდი ქვია ყველაფერს. ანუ მოდელიც თვითონ აი მოდელის ვეითები კლოდი არის, მაგრამ ეგენი არის ეს Opus-ი, Sonnet-ი და Haiku, რომლებიც არის. არის კოდი, სადაც ვლაპარაკობთ ეხლა რომ ტერმინალში რო კოდს აწერინებ, არის კოდის desktop API და ვებსაიტი და ამ desktop API-ში კიდე არის cowork-ი, რომელიც cowork-ს ვიყენებ ამ ბოლო დროს და კაია. ხო, ანუ შენ რაღაც ფაილებს რაღაცა ეგეთი კომპიუტერთან ინტერაქცია შეუძლია და კიდევ ამ ყველაფრის ზემოდან არის კოდის SDK. და SDK რა არის? ანუ ეგ მეგონი შენ მაგას ამბობდი, რომ ეს ტერმინალის და კოდ API-ს რასაც იყენებს აგენტის core-ისთვის რა, თვითონ პროგრამულად, ან UI რომ მოვაშორო და აი თვითონ ამის harness kind of მაგას ძახიან ხოლმე რა. ეგ არის კიდე კოდ SDK, რომელიც open source-ი არის, თუ არ ვწდები. რაც არის მახსოვს რა. უნდა იყოს open source, ანუ ეხლა როდაილიქა მაგაზე რა ხდება მე რა როდაილიქა რა მოხდება აი. ხო და ნუ აი ეგ არის ოკეი, რატო არ გავაკეთეთ ჩვენი FLP კოდი? ანუ ანუ პირველ რიგში ჩემი რეაქცია მაგაზე იყო რომ so what? იმიტომ რომ ბევრი open source-ი ის გვაქვს, ხო? open code-ი, high, რა ბევრი გაქვს. თვითონ მე მგონი კოდექსიც OpenAI-ის კოდექსის CLI, რომელსაც ასე მილიონი API აქვს კოდექსი ქვია და მოდელი. ეგ კოდექსიც open source-ი არის რა. და თან ყველაზე გადაუღება რაც არის რომ terminal bench-ი არსებობს. benchmark-ია, რომელიც აფასებს ეს ტერმინალის coding agent-ებიდან, ნუ როგორია რა. და მეოთხე თუ მეხუთე ადგილზე, ანუ top 5-ში არის ეგეთი აგენტი, ქვია ტერმინუსი. და ეს ტერმინუსი რა საკეთებს, ანუ ერთად საკეთებს რა, ანუ წდომა აქვს Tmax-ზე, Tmax-ია რაღაც ტერმინალზე ჩათვალე, ტერმინალისაც ორკესტრატორი. და შეუძლია ტერმინალი აკონტროლოს, ანუ ტერმინალში რაღაც უნდა ის ჩაწეროს. წარმოგიდგენ რომ ეს რომ ის ტერმინალზე წდომა. და ეს არის მეხუთე ადგილზე, ანუ არაფერი რთული არა აქ იმით გარდა რომ მარტო ესა. ნუში ტრიალებს და ანუ რა საკეთებს, просто ან CLI-ში ვიშოს რაღაცებს რა. და ანუ ეგ არის top 5-ში. ხო და აი იმის მერე რომ ეს არის top 5-ში, რა უნდა გასწავლოს?
cloud code-ის source code ხო, და იქნება კითხვა. repo cloud code-ის თვითონ open არის. აი კამერაში ვაჩვენოთ. აი კამერაში ვაჩვენოთ cloud code-ის open repo. კოდი არ უნდა მიიზომოს. ოღონდ აქ წერია მე მგონი რა იცი აბროს წერს ვიღაცა რაღაც სულს და არაფერი კოდი Cryptoscript. MD ფაილებია მან. ეგ არის issue tracker-ი ჩათვალე. ხო. და feature request-ების tracker-ი. რა როგორ სკრიპტები. ხო და real წერტი generate MD დასკრინს რატასაა. და screen-ის არანდროკა. აი live-ში გვატყობინებდა თავიდან დაილიქა. გითამზე და გაფაბრიკა. ხო, კიდე ვინმეს თუ ეს კოდის source-ი გადმოწერეთ და GitHub-ზე ატვირთეთ, რაღაც პროტოკოლია GitHub-ს, კიდე მე ალბათ დაგიჭირონ. მოგაკითხავენ და წაგაშლებინებენ, ანუ ეს ბანს არ დაგადებენ, მაგრამ არ გვაქვს GitHub-ის წესებს ეგ არის. და copyright თუ რაღაც DMC. აი მოიცა ეხლა რო არა ვიბნეთ, ანუ ეს სადავიბენი, შეხედე სანამ ჩავყვებით ამას რა, ანუ ეს რა source code-ის დაილიქა. ეგ არის ამ თვითონ TUI-ის source code-ი დაილიქა, ხო? თუ ან მაგალითად აი core agent-ის loop-ი სადაც უწერიათ და აგენტის loop-ის, TUI-ს, prompt-ების ანუ ეგ რაღაც ერთ მონოლითური source code-ში რა თქმა უნდა cloud code. ოკეი. თესლი ეგ დაილიქა რა. ოკეი. 500,000 ხაზი. 500,000 ხაზს. ოკეი. რომელიც ანუ ეგ მამეთ მართლაღირებული არის, ანუ ეხლა მაგრამ შეიძლება საერთოდ და კაცი ესე ხარ გადმოწერთ. კატასტროფულად ის არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ან სარგებელი, მაგრამ საინტერესოა ჩვენაირი ტიპებისთვის და ჩვენაირი რაღაც random ინჟინერებისთვის უეჭველი იქნება ხო, ანუ რავი. შეიძლება TUI-ის გარჩევას აზრი არ გქონდეს, მაგრამ просто აგენტის core loop-ში რო პრომპტები არის საინტერესო. რო ჩაიხედო. ხო, ეგ მაინც საინტერესოა. მე იმან დავაინტერესა, აი რაღაც თული სახლები აქვს Snake Case-ში მაგალითად. აი თულები, ვაფშე რა თულები აქვს, ეგეც მაგას საინტერესოა. თულები ძალიან მარტივი bash-ის edit-ი, write-ი, აი არა, რა ოკეი. დამატებითებიც ექნება აი ხო ზუსტად ანუ ალბათ ანუ მე კითხვა გამიშთა რომ აი წერა მაგას მომთ რომ ახლა ის ტერმინუს თუ არის ეგეთ მარტივი და მაინც ოქუჩია ხო მაშინ რაში გვაინტერესებს საერთოდ ამის კოდი მით უმეტეს ისიც ვარ რა და ნუ ალბათ ეგ თემა არის მანდ რომ უკვე აი მანდ ძალიან მარტივია ახლა ჩვენც გავაკეთებთ 80%-იანს აი ეს რაღაც ეს ტერმინუსი შეიძლება არის 95 top 95 percentile და აი მე ახლა კოდი და კოდექსი და ეგენი სადაც იბრძვიან უკვე ეგ არის აი ხოაზე ხარ cream of the cream აი ეს ბოლო რამდენიმე პროცენტის ოპტიმიზება და პლუს მაგათის კონსერნი აქვს ხო რომ მაგათი ინფრასტრუქტურა ყავს ეგ ხო ანუ როგორ დააკეშირე ფიქრად დასშენე ხო რა თქმა უნდა აი დის აქ მაგრამ რაღაცები ხარ რაც იპოვეს მაგალითად აი პირველი იყო აი თულების სისტემა რომ ანუ რაღაც ბევრი თული აქვს ყველა თულს რაღაც თავის ჰაკები აქვს მაგრამ აი kinda აქამდეც ვიცოდით რომ მით უმეტეს ძველი მოდელები ხანდახან არასწორ ფეჩებს აკეთებდნენ და ამიტომ ესენი kinda fix-ავდნენ in place თავის რომ ხა იქ ერთ new lines-ის ზედმეტს რო გააკეთებ შენ თუ patch-ს აკეთებ ანუ patch არის რომ აი git-ის diff-ი რო აიღო და okay take this diff და apply to the code და თუ ყველაფერი არ დაემთხვა ზუსტად მაშინ გაიბაგება და მე ახალი ისტორია აკეთებს ხო ლუპი და ამათ მოკეთ თუნდაც grep-ი იმის მაგივრად რომ ჩორბრის CLI grep-ი გამოიყენოს თავისი grep თული აქვს რომელსაც სხვა სხვანაირად არ permission-ები და ისინი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისეთი არაფერი რომ მაგაშიც რომ თქვა რომ სიგიჟეა რა negative outcomes როგორც რეკავდნენ რომ regex გვეწერათ what the fuck fact-ის shit რაღაცა ის თუ ნეგატივისებია რეგექსებით ტრეკავ ხო მაგ შორის რა ალბათ ანუ პირველი ფილტრი იქნება და მე მაგაზე ის ბორისია cloud code-ის head-ი მაგან თქვა რომ ან მარტო მაგას არ ვიყენებთ მაგრამ what the fuck არა fuck dashboard-ი გვაქვს ჩვენთან სადაც იმენა fuck რამდენჯერ დაიწერა prompt-ში მაგას რეკავთ კიდე ის კონდათ აი რომ თავიდან რაღაც რომ მიწერ რომ ნახულობს შენს ავტომატურად აინჯექტებს უბრალოდ recent commit-ებს და რომელ branch-ს ეხარ და რაღაც ეგეთ რაღაცებს ნუ caching-ის ამბავი თქვით და საერთოდ ბორისი ვინც არის ეგ cloud code-ის guy მაგას აქვს სხვა harness-ებში მაგალითად Py-ში PR-ები ხსნილი რომ cloud-ის ის caching-ი გაუმჯობესებინა იმიტომ რომ იქ რო შენ რაღაცა 0.5%-ით ნაკლებჯერ უტყავ cache Anthropic-ს უჯდება მილიონები რა ეგ ხოზე ხა და ბოლოს მე სულ ცხელ ნიუსია რომ საერთოდ გაუქმეს ხო რომ open cloud-დან და Py-დან და ეგეთ და subscription-ის გამოყენება ხო და აი მითაბზე ბევრმა იკითხა ეგ რომ აი როდის შეგიძლია მაგ subscription-ის გამოყენება რა
ან კოდზე რეალურად შენ დასაბსკრაიბებული ხარ, იხდი თქვა $20-დან $200-მდე და რეალური წვდომა გაქვს, ესე ტოკენ რო დაითვალო, შეიძლება $1000-დან $5000 რა ტოკენი. ეგეც აიცოდა, მაგრამ ეგ სუბსიდირებულია და რა ვიცოდი სხვა შორის. ანუ სუბსიდირებული იმ ხრივ არის, რომ რეალურად სავარაუდოდ break even არის რა იმათთვის, იმიტომ რომ რაღაც თავის მარჯინი აქვს თვითონ API-ის ტოკენებსაც და მაგასაც თუ გამოკლებს, სავარაუდოდ break even-ია, როცა caching-საც გათვლი, იმიტომ რომ კოდის ყველა სტრესი თავიდან რო იწყებ, ის თავიდან სისტემ პრომპტიაც აქვს და რაღაც პირველი ინჯექტები კარგად არის ალბათ დაკეშირებული იქ რაღაც თავის ეგეც ახალსაც ვაფშე როგორ ქეშდება key value story-ვით აქვს, სადაც არის რაღაც კოდს ხო აქვს დიდი პრომპტი, რაღაც წერია 1000 ხაზი როგორ უნდა მოიქცეს. და მე შენ მიწერე რომ add console განუ ის 1000 ხაზი და შენი add console რო გაიგზავნება ეს პირველად ამას ყველაფერს ხო ტოკენიზაციას გაუკეთებს რა ძალიან ისეთი ძიმე ოპერაციაა და ანუ ამის result შეინახავს ეს შენ კონსოლოგი ცალკეა მე უკვე რომ გააგზავნი ახალ რომ მეორე კონსოლოგის დამატებაც გინდა ეს უკვე დაკეშილია key value story-დან უკვე ამოიღო ამის საჭიროებაზე და ის ახალი პრომპტი რაც გაქვს და რა თუ კოლერიც მოყვა მაგას ანუ პრეფიქსით ხო და მან რას ქეშავს ანუ თვითონ ეგ მეც არ ვიცი ადრე რას ქეშავს რა ადრე მახსოვს რომ წავიკითხე მეგონი გავლილ გზას ნეტვორკში არ ვიცი ვაზე აი ხეს ალბათ ეხლა საკმარისად კარგად რო ვიცოდე ელემენტები როგორ მუშაობს უეჭველი მიუხედავად მაგას ანუ იმაში რა ნეტვორკში ნეირონულ ქსელებს ხოდა ვინმე დაგუკომენტარეთ ის ძალიან კარგად იცით რა და თუ მოგვიწონოთ თქვენი პასუხი შემდეგ ეპიზოდში გიომეტრია რო გამოკრებულ ლოგიკაში ანუ აი break even-ზე რო თქვი რა ანუ ვერ მივხვდი ხარ რა თქვა მილიონ ტოკენ თუ ღირს API-დან გამოდმული $1 დაუშვათ რეალურად მაგდენი ხო არ უჯდებათ იმან შეუძლებათ 10 ცენტი და ანუ არგუმენტი რა არის რომ subscription based მაგაზე რო ზიხარ რატო ანუ margin-ს რატო არ ითვალისწინებენ ანუ არგუმენტი რა რატო ანუ API subscription-ზე ხა რეალურად $200 რო გაძლევენ 2000-ის ტოკენს რეალურად უჯდებათ მართლა $200 ხო იმათ თვითონ და შესაბამისად ანუ just egg data-ს აგროვებენ შენგან უღირთ და ეს product hype იმისთვის რომ დაახალოს API-ის გასაგები ხო რა თქმა უნდა ამით უმეტეს რომ რეალურად on average people use probably ხალხი იყენებს ალბათ საშუალოდ $500-ს ხო ან შეიძლება ნაკლებს რა იმ მართლა ბოლომდე არ წუხობს მართლა ისიც ხო არის ანუ просто API-ის pay as you go-ს რაღაც ტოკენი მას რო გამოიყენებ რა ქვია მან ბევრად ნაკლები ასე ვთქვათ leverage აქვს რა შეუძლიათ რომ დაოპტიმიზირონ და რაღაც თავისივე პროდუქტი და რო გაყენებინებენ იქ ხუიოზნაირად რამდენი ლეიერი არის იმეების რა ხო და აი თქვია čo ანუ თქვი და ანუ საინტერესო რაღაცაც გამოჩნდა იყო რომ აი mem0 რო არის ადრე mem0 არის ადვექტორული მემორიების მენეჯმენტის რაღაც API რომელიც შეიძლება გამოიყენო აუც ხდიეთ არ გამომიყენები, მაგრამ ვიცი რომ იგი არის და მაგას მაგას გამომიყენო თქვენი კან. user context-ი შეგიძლია ხო რა ანუ ხო per user-ის ცოდნის graph-ს აგებს რა უბრალოდ. მაგრამ user context-ი მოგვე ყოველჯერზე და იცის რა შენზე რა. და მაგას მაგააკეთეს ანალიზი, კოდის რა მემორი ქონდა ჩანსმული შიგნით როგორი სისტემა. ანუ ძალიან complicated სისტემა, ანუ რაღაც flow chart-ები რო ვნახე ბევრი სტეპით და მათ შორის ერთი ხო ისაა რომ შენ თვითონ შეიძლება ვთქვა რომ აი ეს მემორი შეინახე ერთი არის რომ nightly-ე შვება ღამე და თვითონ რაღაცებს იმუშება რა თქმა უნდა რაღაც dream რაღაც ეგეთ რაღაცა და კიდე არის რაღაც მესამე რომ რაღაციდან იღებს არ ვიცი მე მგონი მაგრამ ეგ nightly არის რომელიც გადაულის ღამე thread-ებს და მაქიან იღებს რა ხო და საინტერესო იყო რა, მაგრამ მე ხრივ ვერ ვიტყვი რომ ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ვერ ვხედავ აი ისე ტერმინუსს მაგალითად ვთქვით მაგით და მეორე თუნდაც ახლა Python გამომიყენებია და open code-ი რომელსაც საერთოდ არ აქვს ეგ და ვერ ვიტყვი რომ აი Anthropic-ის პირიქით ანუ რაღაცებში კოდი უფრო bloated მგონია რა. ისე ანუ ძალიან კარგად გადავედით რაღაცა pricing-ების თემაზე რა და შეგვიძლია მაგაზეც ვილაპარაკოთ ახლა რომ რამდენად აი ტრადიციულ software-ს შედარებ, ხა მე მქონდა ესეთ кейსი და მაგით ავხსნი როგორი სტანდარტული enterprise-ებისთვის როგორი უცხო არის ეს pricing მოდელი რა, pay as you go-ს რაც ეხება ძირითადად LLM-თან რომ ერთ-ერთ კლიენტს ვილაპარაკებდი და ვეუბნები რომ ნუ პროდუქტისთვის გექნება რაღაცა onboarding ან initial development fee
რაც ასე ვთქვათ, შენ ინფრასტრუქტურაში დაასეტაპებს რაღაც CRM-ში ყოფს, მაგრამ მე ყოველთვიურად რაც მეც ლაპარაკობ, მეც იხდი რა. რაღაცა ეგეთი მოდელია. და ანუ ამ ტიპს ძალიან გაუკვირდა და ანუ არაო, მე რატო არ შეიძლება რომ ერთხელ გადავიხადო და მე მარტო საპორტში გიხადოთ. ანუ ვაფშე არ გიხადოთ და მე მივხედო რა და ანუ ძალიან ხედო ხო, როგორ აპირებდა ჩვენ ხარეს რა, მაგას გულისხმობდა და ეგ შეიძლება ის თქო უფრო მგებიანი იყოს რა რა მოხრე მე მივხედო რომ ითხას ტიპმა იმიტომ რომ ანუ ერთ წელიწადში საერთოდ თავში მოხდა პრინციპი და მე ერთ წელიწადში რომ მოვა საერთოდ აღარ იარსებებს რაღაცა ფაქტიურად იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ანუ სოფტვერი ანუ რო შესაძლებელი რო იყოს რომ აი მართლა ოკეი აჰა და წავედით და ანუ მაშინ ხო ეგრე იქნებოდა ის და ეხლა ეს ყოველთვიური subscription-ები რა რაღაც აი ეს არის ორი ექსტრემუმი ანუ ერთი user-ისთვის საუკეთესო кейსი არის კოდი რას საკეთებს რომ მომეცი $20 თვეში ან $100 და ანუ დიდი ალბათობით ვერ ამოწურავ და რამდენიც გინდა ილაპარაკი ხო მაგას აკეთებს და ნუ მეორე არის რომ აი ყველა ცენტი დაუთვალო რა user-ს ხა ყველა ცენტი დაუთვალო ტოკენი რა მაგაზე არ მოყვებია იმიტომ რომ ძალიან გაუგებარი პრაისინგია ეგ და ჩვენც რაღაცა აი იმის ექსპლორინგში ვართ ახლა საათის ნაწილში რომ აი როგორ შეიძლება რომ მარტივად ახსნა რაღაცა rough estimation-ი გააკეთო user-ის ქცევის და უთხრა რომ აი თვეში გადამიხადე თქვა $100 პირობითად და $100 შევა საკმარის რაოდენობა თქვა საუბრების ანას შემდეგ action-ების აგენტში და most likely შენ $100-ზე დარჩები რა თუ რაღაცა გაზდები მაგრამ მანდაც მე კითხვა უჭველი მოდის რა ვთქვა აუცდი მაგ ლიმიტებს რა მე რა ხდება მე იწყებ ან იმ მეორე პაკეტს თავაზობ ან იწყებ იმას რა ქვია ვაჭრობას აი ეს ერთი სიტუაციები ამდენცეც გადაიყახდა და ანუ ეგ უკვე დამაბნეველია და რთულია რა და აი თქვენ რა ის გაქვთ რა ან რა ვიცი თქვენ პროდუქტებზე pricing-ის ამბავი მანდ მეგონი საერთოდ დავიწყოთ ვაფშე იცი ანუ სტანდარტულად ხო ორი ტიპის კომპანიები იჩითება ვინებიც ანუ ორი ტიპის ანუ ინჟინერების გუნდები რა ვინებიც ანუ AI-ის რაღაცებზე მუშაობთ ერთი არის ვინებიც ცდილობენ რომ ამ პროდუქტით ეხავე ფული იშოვონ ანუ ხო იმენა ლიტერალი ფული იშოვონ და მეორე რომ ის რაღაც ცოტა შეიძლება უფრო სხვანაირი კომპანიაში ხარ და იმის უფლება გაქვს რომ ექსპერიმენტებს აკეთებ ანუ რაღაც ფანინგი აქვს სერიოზული და ანუ მოკლედ რა ანუ ამ რაღაც ფიჩერზე არ არის კომპანიის რევენიუ დაყრდნობილი და ექსპლორინგს აკეთებ რა ანუ ექსპლორინგს ვისაც აკეთებ მაგ კულტურის კომპანიებში და ინჟინერებში ნაკლებად ანუ შეიძლება ეგეთი ის არ იყოს რა რომ აი არ ვიცი რაღაც $200 მეტი დავხარჯეთ სადღაც ან რაღაც ძალიან დეტალურად არა ლიმიტები და დოლარები გათვლილი ყოველ ანუ ეგეთი ის არ არის რა აქტიური პრობლემა ესეთი ტიპის იმეებისთვის და აი ჩვენაირი ტიპის კომპანიებისთვის სადაც ანუ actually აქედან აპირებ ფული შოვნას და ეხა კლიენტს რომ დღეს ველაპარაკები და დღეს რომ ვიგებთ მაგალითად რომ რომელიღაცა აგენტის პატარა რაღაცები რომ შევცვალეთ რეალურად კოსტები გაიზარდა სამჯერ თითო რაღაც conversation-ის სადაც on average შეიძლება 6 მესიჯი იყოს ანუ აი ჩვენაირი კომპანიები ძალიან სენსიტიურია და ეხლა და ანგარიშნომერი იქნება ავტომატურად ქისაჯი არის და დონაცია პლატფორმა ანუ ესეთი ანუ ზოგადად ამ საუბარში ორი პრობლემა არის ხო ერთი არის რომ ეხლა აჩვენა ბიზნესურ გადმოსახეთსა და პროდუქტის გადმოსახეთსაც ამბობს რომ ანუ actually რთული არის სხვა ტიპს აუხსნა რა ანუ და ეხლა ჩვენ სხვა კონტექსტში ქართული ბიზნესმენისთვის საერთოდ რთული არის მაგის ახსნა აი ესეთია რა მოკლედ არა მარტივი რა და მეორე რომ შიგნით ანუ ინჟინერულ დონეზე რაღაცების განსაზღვრა როგორ შეიძლება ასე ანუ და აქამდე ვაფშე არ გვიფიქრია ხო აი დღესაც ვლაპარაკობთ რომ აი ბოდიში პროსტა ანუ მაგალითად ანუ ჩვენ რა გქონდა ეხა პროსტა რა მაგალითად on average როგორ დავთვალეთ თავიდან ხო რაღაცა სისტემა ავაწყეთ წინასწარ სანამ ამოსწეს ძალიან არ დაგვიწია რომ ავაწყეთ მე ანუ ბევრჯერ დავტესტეთ langsmith-ში უყურებთ on average აი რაღაცეებზე რომ იმას ვთქვათ მაგალითად ერთ conversation-ში ვთქვათ რომ იყოს რაღაც 10 მესიჯი მაგალითად ერთი მესიჯი აი დაახლოებით ამდენი ჯდება და ტიპას მოდი conversation-ები მივყიდოთ რა იმიტომ რომ მე ყველას ის მესიჯებს რო ყიდი მოკლედ ანუ სუდი რეაქცია აქვს აი საუბრები მივყიდოთ და on average ესეთი რაოდენობა დავსვათ რომ მე ბიზნესმა ვერ გითხო აღარ დასვას და უთხრათ რომ რამდენიც გინდა conversation-ში ვიწყო რომ ჩვენ ხარ რაღაც 20 ან რაღაც ეგეთი იქნება რა მაგალითად ესე დავთვალეთ თავიდან langsmith-ში უყურებდით რაღაც ოკეი რაღაცა რიცხვი დავსვით ეხლა ჩვენი pricing მოდელი ამაზე ავაწყეთ ამას უფიციალად ხალხს და რაღაცები მე დავარეფაქტორეთ რაღაცები შევცვალეთ მომენტ იქ GPT-5.2 გამოვიდა ამაზე უფრო ძვირი რაღაცები პატარა დავარეფაქტორეთ და დღეს ვითვლით და ოკეი actually სამჯერ უფრო ძვირი ღირს რაღაც ოკეი ანუ კი მარჟა გაგზავნდა დადებული მაგრამ მარჟა საკუთრება ხო ის რაღაც მოკლედ ზედმეტი პრობლემები არის რა ჩემი აზრით მანდ სხვა გზა არ გაქვს ანუ შენ რაზეც ხარ დამოკიდებული იმას როგორი პრაისინგიც აქვს იგივე უნდა გადააკატავ ანუ როგორც OpenAI-ს აქვს რამდენიმე tier-ი და იმის იქეთ უკვე enterprise-ი რა ჩვენთან დაახლოებით ეგრეა რომ სხვა რაოდენობის
subscription-ები გვაქვს, რომ subscription-საც აქ გამოყოფილი ამას თუ იყიდი თვეში $5 გაქვს 200,000 ტოკენი. ხო. შენ შეგიძლია აი 15 წუთში დახარჯო ეგრე ეს 200,000 ტოკენი, ან ერთ თვე გეყოს. და მაგის მიხედვით ჩვენ ხო რაღაც multi-tenant შენ data შემოვაქალაქს რაღაც ამ შემდეგ ყველა კონკრეტული ორგანიზაცია რამდენ ტოკენს ხარჯავს მაგას ვითვლით თვის ბოლოს ან რაღაც offset-საც ვაძლევთ რომ შეგიძლია გადახარჯვა. ხო background job-ი თუა გაშვებული რომელსაც 2000 ტოკენი ჭირდება და 1000 გაქვს დარჩენილი ახლა მაგას შუაში არ გავაჩერებ დამთავრდება მაგრამ ყოველთვის შემდეგ თუ გინდა რომ ეს ავტომატიზირებული აქვს ეგ? თუ გინდა რომ ესე და ესე გამოვიდეს ყველაფერი და გააგრძელო და ეს სადღაც ნახე ამ თვეში 15 დღეში შევძლებთ მარტო შენთვის ამ შენს თეიბლებში AI computed field-ების რაღაც დასკრეიპება ვებში და ასე შემდეგ. თუ გინდა რომ სულ შეგეძლოს უკვე გვაქვს აი $100-იანი პრაისი. ეგეთ თუ აღარ ყოფნის მერე არის $20-იანი და მერე უკვე enterprise plan. ხო ის არ არის ცუდი ხო. თქვენ გაქვთ ეგ ავტომატიზირებული რაღაც ხოსტები? რაღაც. ანუ limit-ებს უწესებთ, ხო, conversation-ების limit-ებს უწესებთ ყოველთვიურს რა. ანუ ამდენ conversation-ზე იმისაც იმას ის და მაგის მერე აგრეთვე ფუნქციონალები დეგრადირდება სისტემის რა. რაღაც ორი კლიკით უნდა შეგეძლოს ეს ორგანიზაცია რამდენ ფულს ხარჯავს მაგის ნახვა რა. ხო, ანუ ეგ კი ანუ მე უფრო ის მაქვს რა. ხო. მე გეუბნები რომ ხა მანდ არის product market fit-ის თემა პირველ რიგში რომ რეალურად არავით არც ერთი AI პროდუქტი მონი ამ coding agent-ებზე და ჯერ მაინც არ არის ზუსტად, აი ეგაა ჩემი დებულება, კი. და მაგიტო ანუ საერთოდ რა ლაპარაკობ რა ჯდება ანუ ეგ ხო არაფერს კავშირი არა ფასთან ანუ მეორე ხო რაღაცას ყიდი ეხა Slack-ი მაგალითად Slack-ს აი მე და ვიღაცა იმას რომ ყიდდეს იმის ხედავ სერვერი რა უჯდება არა ხო ანუ just ხო მაგრამ ნუ ძველი SaaS-ების ხო ეგ marginal cost საერთოდ იმათ საერთოდ აბსურდი არის ხო რა marginal cost-ი აქვს ანუ ადრეთ ჩვეულებრობს, როცა უბრალოდ სერვერზე დაგეწია, თვეში $50 სხვა თან რაღაც შეგვიძლია 5000 ევროზე და ეგ იყოს ხო და ძველი SaaS-ების ამ ერთ-ერთი marginal cost იჩნდებოდა მაშინ როცა ანუ არსებული ინფრასტრუქტურა რაზეც იყო გათვლილი load-ზე მაგ caps თუ აღწევდი და მართლა გადაწერა დაგჭირდებოდა სისტემის ანუ რავი მარტო მაგ შემთხვევაში იქნებოდა რაღაც marginal cost-ი რა და LLM-ებზე ალბათ აი ეგ ხო ხა ფასები და sales და ის ხო საერთოდ აინდა მათემატიკაზე უფრო მეტად რაღაც ფსიქოლოგიური ის არის რა და აქ რაღაც ტრიკები უნდა იყო ალბათ რომ როგორ დამოუკიდებლად რა არის რომ აი მაგალითად აი ამას თუ ადრე შენი თანამშრომელს ჭირდებოდა 8 საათი ამაზე ხა 1 საათში აკეთებ და შესაბამისად აი იმის მაგივრად რომ შენ თანამშრომელს უხდიდი მაგის 10%-ით მე მაგრამ ანუ ნუ რა თქმა უნდა მეც არ მაქვს ხა ეს სტრატეგია მაგის მაგრამ ხო მაგრამ ანუ რეალ მოკლედ ანუ ჩვენ ხარ ას გეუბნებით ხო ანუ ოღონდ ჩვენ ძალიან კონკრეტულ კონტექსტში გეუბნებით რა ანუ საქართველოს ჩვენ ხარ ზირთად ქართულ ბიზნესებს ველაპარაკებთ ანუ ქართულ ბიზნესებს ვისაც რეფერენსი უკვე ქართულ ასე ვთქვათ ხელფასებზე ქართულ რაღაცეებზე აქვს ჩამოყალიბებული მაგ კონტექსტში როცა ველაპარაკებით კი ზუსტად მაგამდე გავდივართ ჩვენ ბოლოს რომ ანუ ესე კი მეუბნებით რომ ახლა ძმაო შენ პროსტა ის უნდა გადაგხვედავსო არა მართლა ვცდილობთ რომ ამ რაღაც ფაქტს და რიცხვს რო ეთქვი, რეფერენსი კონდეს რომ ოკეი, ეხა რაღაცას რო აკეთებ, შეიძლება ამაზე თქვი დაგიჟდეს, ვიდრე ვიღაცას რო 600 ლარს უხთი. მაგრამ ანუ მაგალითად ის თუ 8-ზე სახში მიდიოდა ეს 24 საათი მუშაობ, ანუ ეგეთ რაღაც რეფერენსებს ანახებ. უბრალოდ ეს ყველაზე ბოლო მომენტია, ანუ ჩემო დაითვალა, ანუ რა გიჯდება, worst case-ში. აყვები და ანუ ამ პირამიდის სუსუ ბოლო არის ის რომ ოკეი, ხელში თუ ეს ყველაფერი მიჭირავს და reusable მექანიზმი არის, ეხა როგორ დაუმტკიცო ვიღაცა ჯიგარს რომ გადამიხადოს რა. რა trial პერიოდი აქვთ, ანუ ისეთი რომ აი საერთოდ სარიხდი და ერთი თვე, კი, სამი კვირა ერთი თვე რაღაც ეგრე არის სტანდარტულად რა. ანუ ძირითადად რაღაც ინდივიდუალურად ვაგვარებთ ხოლმე მაგას, მაგრამ სამი კვირა ერთი თვე არის. ნუ ჩვენ ლანჩი არ გვაქვს რომ public access-ო არ არის, მაგრამ როცა იქნება თავიდან ყოველს უფასო იქნება. იმიტომ რომ ეგრე აზრია, აი ჩვენც არ ვიცით რაღაც პროსტა რაღაცებს ფიქრობ რომ ესე იქნება, ისე იქნება. თუ არ ნახე საქმეში მართლა ეს ხალხი რამდენს ხარჯავს, როგორ ხარჯავს, აზრია. თავიდან ძალიან რთულია მოკლედ AI სერვისის, აი მე არ შემოხვდრია, მაგრამ ძალიან რთულია AI სერვისზე, აი ჩვეულებრივ SaaS-ზე რა შეიძლება დაჭდე და ფურცელზე ტიპს დაუწერო და აჩვენო რიცხვებში რა value იქნება რა, ROI იქნება რა ამ ინვესტიციით და ძალიან რთულია ძალიან კარგი AI SaaS-ი უნდა იყოს, ძალიან კონკრეტულ პრობლემას უნდა უტყამდეს, რომ ეგ რიცხვებში უთხრა რა. აი მაგალითად
customer support-ს ყველაზე მარტივი кейსი რაც არის. მაგის pitch-ი რა არის, ხო რომ შენ თუ ყავს რაღაც 10 human agent-ი ხო, ვინც ელაპარაკება ამერიკაში ვთქვათ და თითოს უხდია თვითონში ვთქვათ $2,000. უეჭველად კაი რო იგეჩდება. ადამიანები. უეჭველად კაი რო იგეჩდება, მაგრამ საქართველოში ხა მაგალითად არის ეს პრობლემა, რომ ცოტა კომპანია არის, ვისაც ბევრი რაოდენობა human agent-ები ყავს, ძირითადად ლაპარაკობენ მომხმარებლებთან, კონსულტანტები, იქვე უცბად რაღაცა და ჭამებს შეუგნები რომ ნახე პირველი კითხვა მოდის, პირველი კითხვა აი ამ AI-ის bias-დან რაც არის, რომ უნდა ჩაანაცვლოს და მოაკვდეს ადამიანური რესურსი, მოდის რომ აი ეხლა მე თუ ორ ადამიანს ველაპარაკებ კონსულტანტად რა, როგორ შემივცირებ ამას და მე ეხლა შენ ახლა ასეულობ რომ იმ ორს მამეთ ისო კონსულტანტი იქნება. კონსულტანტობას ვერ იმასიზამს და იმას ვეღარ იგებს რომ ამას გება უკეთესად უპასუხოს რა და მაგაში ველიუს ვერ ხედავენ. არა, მან ეხლა ეგ მართლა ეგ უკვე ბოლოდან რაღაც დამტკიცების ის არის პრობლემა, ეს მაგბოლოს შეიძლება ის განვითარებადი სკილი არის, ხა ეგ საქართველოში მარკეტინგზე რო შედიხარ. საქართველოს ანუ ის სისტემები ხო არსებობს რა. და ხალხი მაინც ანუ მაგაზე ბევრჯერ ვიფიქრია რა. ანუ ეგ შესვლის სისტემა რო არის პარკინგზე, თიც მიეჭერ მოგცემს ბილეთს და შეხვალ, ჩახვალ და გამოხვალ, მისცემ გადაიხდი მანამდე ან იქვე და გახვალ რა და თავიდან მახსოვს რომ მაგალითად ჩემს ახლა სიტიმოლთან ეგ რო დააყენეს, თავიდან დააყენეს როგორი მოვდი იცი რომ შევდიოდი პირდაპირ იღებოდა ბილეთს არ უნდა ამიღო რა, იმიტომ რომ კამერა ხედავდა და იწერდა და რომ გავდიოდი მაშინაც იქ შენო წინასწარ გადამიხადა ჩემი მანქანის ნომერი თუ მახსოვდა, რაზეც არ მახსოვდა გასასვლელში ჩემ გამოსაცო ბიჭდება რომ ისე კამერა წაიღო და გადავიქცე. ჯერ ეს გაუქმის. ეხა ბილეთებს გადაიყვანეს. რატო? იმიტომ რომ ხალხი ჯერ ვერ ხდებოდა. ცოტა პასიანია და რომ გადიოდნენ მაშინ ხდებოდნენ რა. ფული არ ქონდა ეგეთი და მეორე ანუ ის გაი ისე მოვიდა ეხა. შესასვლელში დგას გაი რომ ეხმარება ამაში. და იქაც და მე ვფიქრობ რომ ამაში აღადგია პირდაპირ გაიგეს, მაგრამ მე რა საქართველოში ეგ სისტემა აგვარებს კორუფციის პრობლემას, რომ იმ გაიმ არ მოყვაროს ფული. ან განა ის არის რომ აკვირა მომხარებლებზე ვიფიქროთ და მარტივად ზუსტად ეგია. განა ის არის რომ რაღაცა ავაჩქაროთ, ნუ შეოდნევ აჩქარებს მაგრამ და რა მომსვლია იცი? ხა იუსტიციის სახთან დავაყენე მანქანა, ოც პარკინგი როა რა. ოღონდ კვირას და კვირას ეგენე просто გახსნილი რა. ნუ ფასოვარი მანქანის დაყენება. ნუ ყოველთვის ეხა არ ვიცი დღეს უკვე მაგის ვერ შეეცვალა. ეს 4-5 წელს. არგი შევიდა. მაგის ვერ ვიცი და მოვიდა. ბევრი შეიცვალა. გამოდიო და ჩემ წინ ვინც გაიარა. ჩემ წინ ვინც გაიარა, ვიღაც კაცი ზის და აცხრეს ორვა. არგი შევიდა. ეს კაცი არავის არ ეუნება თვითონ. He's not doing any crime. He's not saying ამდენი რისააც. просто ზის. და ისინი თავისი ნებით ფულს აძლევენ. გოდიათ რომ მომიწე. ჩქარი კაცი. ანუ anyways, გადახდა მაგრამ. ხო, ანუ საქართველოს ბიჭო, სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ იმდენად დიაფია ადამიანის მუშახელი. რომ მაგიტო არის აი რაღაც რატომ მუშაობს სუპერმარკეტი ჩვენთან 24 საათი და არა იმაში. გერმანიაში რატო ვერ საათი. სადღაც გონი გუდულში და ფრესკოში ხო დაავატე self checkout. და თუ 6 კიოსკი დგას, 6 ტიპი დგას. რო ეს აკონტროლოს. ხო, ამდენი self checkout-ს არის, იმდენი მეტალკულები. აფიაქში, აუერსში არის და რაღაც წყილო ხომ და მე ვასწავლე ხამე ტექ გაი რაღაც პოდკასტი რაღაცა და მივედი გავატარე. ოსა ვიღაც ხალი მოვიდა, აბა ხო დაგეხმაროთ, მე გაგიტარებ არ ვიდა მეთქი ბიჭებით. აი ეს ჩანალა საჭ მართლა ჩემი ანუ ისა რა ეხლა ძალიან თავისებური ალბათ ქართულ ბიზნესთან ლაპარაკი, მაგრამ ძალიან კაი გამოცდილებებს ვიღებთ. აი როგორ გამოცდილებებს? კურიოზებს ყურკა. არა, როგორ გამოცდილებებს იცი, ანუ აი მართლა სადმე შეიძლება სტატიაში გაყროსა წაკითხული რა, რაღაცა რომ აი honestly, ანუ ეხა ერთ-ერთ იმასთან რა ქვია, კლიენტთან ვინებიც წელავენ და ველოდებით რომ თუ შეიძლება აღდგომის მერე მალევე დაგვიბრუნდით. ანუ ნიტეშტო რა მიტა პასუხი გვიპასუხეთ. არა, რომ ანუ მან ესეთ იმას შევესწარეთ რომ ანუ ამ რაღაც CEO-სთან, decision maker-თან თავალთან მოკლედ მოვგვარდით, ვერ უნდა ჩავეშოთ და მოდი ახლა ჩვენი ანუ customer support-ის head-ი ვინც არის მაგასთან უნდა დაამენეჯოთ და customer support-ის head-ი პირველი დღიდან ჩვენი ისტორიით მიყურებდა, აი თავს არ ყავდა. თქვენ ჩამანაცვლოთ, ხო პირველი კონტექსტი ეგ იყო და ეხლა მაგ ადამიანთან ეს რაღაცა რო დაამუშავა რომ არა შენ რომ ბედნიერი იყო და შენ რომ კარგად იყო ორკესტრატორი. კი, აი. ხო, ესეთი იყო кейსები, ანუ რაღაცები მართლა რომ პროსტა წარმოგიდგენია და სადაც გინახავს. ეს ყოველდღიურობაში გიწევს ეგეთ რაღაცებს და იმას კაში. ანუ მე კიდე მანდიც არის რომ
ახლა თქვენ რეალურად საკეთებთ არის მაგას ხო ახლა რაღაც სტარტაპებს საკეთებენ თქვათ ამერიკაში. მაგ სტარტაპებს აქვთ რაღაც მილიონები ფანდინგი და ყოველდღიურად ფულს წვავენ რა. ტოკენებში, მარტო ტოკენებში. წარმოიდგინე რომ შენთან მოვიდა ვიღაც 2 წლის წინ და მოგიტანა 2 წლის წინანდელი ChatGPT. აი ხა ან კურსორი პროსტოდ აი სტაბი რო ქონდა რა. ან ისა პროსტო გვერდით ჩატი რო ქონდა რა. და გეუბნება რომ ახლა ამაში გადამიხადე $1000 წვეში და ანუ შესაძლოა საქმეს გავაკეთო. და არა ანუ მაშინ რა დონეზეც იყო ოღონდ რომ ანუ რაღაცებს კითხავ და ხაინდა ხანდახან შემოგწავდა იქ რა მაგარი ბიჩი არის ხანდახან სწორად გაგწევს პასუხს ხო და შენ ეთყოდი რომ აუ ბაზარი არა და $20 რო მივდა რა თავიდან და ანუ მაშინაც ხო ფულს მაშინ დაჟე იმდენი ინფრასტრუქტურა არ იყო და ალბათ მეტი ზარალი ქონდა. და ეხა ნენა უკეთეს და უკეთეს გახდა და ეხა დღეს ხვალ რო გასამაგდეს ფასი რა. გადაიხდი ეგრევე. Ja, იმიტომ რომ всё, მაგის გარეშე აღარ არსებობს რა. ხო და ანუ ეგეთი approach-ი ჭირდება მაგასაც ისეთ რაღაცა სადაც ახალია რა, მაგრამ ანუ ძალიან long term vision-ი უნდა, ანუ medium და long term შეიძლება. $1000-ზე გამახსენდა. მოკლედ ერთ ბეთქულ დღეს CEO აგდებს $1000-ზე გამახსენდა. CEO აგდებს Slack-ში screens რო დუდუ რამე ხო არ გაქვს ჩართული რამე ან open call. შენ ფიქრობ ხა ეს ყავისაპარ. პლიტა და ხა ხო არ გაქვს ჩართული. უთო ყორდა. თემა რა იყო? ბო 4 დღის განმავლობაში რაღაც ჩემ კოდის პრომპტთან აი გვერდით იყო რაღაც ელო მაქვინის აიკონი რა. თურმე შე აპგრეიდი გქონდა. ასნია დააჭირე. რატო ასნია? ყველა ხო არ იქნება რომ არ იჭირებოდეს. ის კულა ყავს სასწავლო პროდუქტები. აი დღეს ვიხსენდი და დაპირს. და მე მეგონა უბრალოდ რაღაც ვარჯიშს დავიწყე რაღაც მოვიდა. სწორი კულა დავარჯიშე ხო? თურმე თავრჩე რაღაც fast mode კოდში რომელიც subscription-ი ხომ აქვს? მაგრამ ეგრევე გადადის API use-ზე რომელიც რაღაც $25 ღირდა თითო რაღაც მილიონ ტოკენი რაღაც ეგეთი. და 4 დღეში დაუწვი და მილიონი ტოკენი არის, აი 4 ჯერ რო დააკომპაქტოს რა. დაახლოებით 4 დღეში დაუწვი $800 ტოკენი. აი გიჟი. This is a pro. და ეგეც ანუ ძალიან სასაცილო რა არის, ძალიან სასაცილო რა არის. ანუ წერანას რო მოდიოდა და დუდუყება დუდუს კომპანია ანუ ტოკენების დაწვასთან რამდენად ისე არის, ანუ კარგი ტოლერანტული სტრატეგია აქვს და ვინაიდან ჩვენ დღეს დავასევხსნით დაახლოებით 30 ტოკენი როგორ მოვაკლოთ ყველამესის. ოდევერი შეჟმერი მილიონ ტოკენზე. ხო ის დამოვიწყა რომ ბევრ სტარტაპებს ახლა ჩვენ მაგალითად ჩვენი ეიჯენტი რო გავუშვით, როგორ YC სტარტაპი არის და ამ კლოდთან და OpenAI-ს YC სტარტაპი ხარ? ხო. იმდენი ტოკენი ხონდა უფასო, просто ნაჩუქარი რომ ის დავწვით 1 წლის მერე სამხახო დაიწყო გამოყენება. ხო, ხო და რა ეგეც არ არის ანუ ეგეთ პროგრამები რომ არა ლოგიკურიც არის რა ეხლა რო დაუკვირდეთ ანუ არა ისე ხო და მეთქვა რა მეტამ დაწერა რომ რაღაცა ანუ performance review-შიო ვინ რამდენი ტოკენი დაწვაო მაგას ვითვალისწინებთ ხო ლიდერბორდი ხო და Anthropic-მა კიდე დალიქა source map-ები. ანუ დუდუ არის იდეალური კანდიდატი. ნებისმიერ კომპანიაში. აუ რაღაც ფაქტუაში. ყველა ქუს დავიფა. ანუ Anthropic-ში ზუსტად იდეალური ჰაერი და ხო და არა წეგა რას მომდი ანუ მაგ ძალიან ლოგიკურია რომ შეგვიძლია დაიწყეს რაღაცა პატარა თავი რა რომ ანუ რთული არისო რა ანუ ლოგიკურია რთული ის რომ ტექნოლოგია არის ახალი რომელიც ასე ვთქვათ ეფექტურად გამოყენებას ვწავლობთ ამ ეფექტურად გამოყენების პროცესში ტექნოლოგიებს ვცდილობთ რომ ბიზნესები დავაფუძნოთ რომელიც ახალ ისეთ პრობლემებში რომლებიცაც აქამდე არც ერთი საასები ზუსტად იმ კონტექსტში არ ჭირდნენ აი ეს რაღაც ღერძებით ვარ იყო საკმარისი ერთი ღერძი ემატება რომ ამ ახალი რაღაც მიდგომების ახსნა გიწევს ბიზნესებთან ვინმე ფულით გადაგიხადოს და ხო მაგრამ ძალიან ბევრი განზომილებიანი თამაშია ის რომ არ მაგრამ მან ნახე როგორ რაღაცა კიდე ტექნოლოგიაც რა აი ხა სხვა ტექნოლოგიებს რო შეხედო არ ვიცი აი ხომ მსგავსი მაგალითია რომ რაღაცა ძრავი რო გამოიგონეს აი ძრავი თავიდან ჯერ ხო ძრავი გამოიგონეს და მე მაქედან გამომდინარე არ ვიცი რაც გამოიგონეს შიდაწვის მაგას დააშენეს მანქანა ხო და ხა ეგ გონია ბევრად უფრო easy ლინკი არის რომ რაღაცა ძრავი გვაქვს მოტორი რაღაც საკეთებს და აბა პრობლემები და რაღაცა ვიდრე ხა აი მაგიტო რომ AI გონია კვი დუდუ ესა აჩოსთვის რო ეკითხათ
ისე უბრალოდ აჩეს რო ეკითხა ხალხისთვის, ხალხი ეტყოდა რომ ჩვენ უბრალოდ სწრაფი ადამიანები სტრაფი სკანები გვჭირდებაო და სტრაფი customer support assistant-ებია. აჩო რა თქმა უნდა, ბანკის გამოგონება მარტივი იყო თქვა. აი მე ვაკითხა შემდეგ ტოპიკი. მოიცა, ეხლა მე თავარი თემა. ანუ კოდმა რო დავამატა სადგომოდ ბადიები რა. აი ესეთი. ხო. აი რო გეჩდება. ეგ მარტო სადგომიდან მე აღარ. ნუ რაო ჯერ კიდე არის და. არა, მე სადგომა წინა კვირაში. სამშაბათს აღარ იქნება უკვე რა. ორ შაბათს სასამართლოზე გასვლა. ვიზუალური ტიპია სანამ ქრისტე აღდგას ამბობ, ეგ პერიოდი. მანამდე იქ დახურავენ ზემო დღეს. იმან ბიზინაო. რატო რა თქვი? მე ის მე ჩართული მაქვს და რაღაცებს რო აკეთებ და მე ჩართული მაქვს. ტიპებს ანუ ტამაგოჩი რო არის რა პოკემონი რა ესე იგი ლოგოა. მე არ უყურე. ანუ ინფუტის მარჯვე არის და რაღაცებს ბრძანებებს რო ვამბობ, მე მარო უსწრებს ხოლმე რა. ვა, ტოკენები ხარ. ხო და არა, მე ყველას გადავდა რა. იმას შესაძლებელი არის. ეს სხვა შორის გამოჩნდა იმ ლიქში, რომ ეს ამას ამატებდნენ, მას ჯერ არ იყო. ოკეი. ხო და აი მე ავიგდო common და შეიძლება ავიგდოს legendary, ანუ და ოქროს ასოებით აწერია და ხოლმე ხა. შეგიძლია ცადო, თუ არ გაიკეთებია. არას არ გამაკეთე. და რა უნდა როგორ ჩაწერო /body და ახლა ის დავაფიქსირე რას ამოუგდებს. ერთი წამი. ტერმინალში ყავ default თემას. უკვე პრობლემა. ბადი? აჰა. გადავატყუებთ. დაავგრეიდე შაშა წინდელი ვერსია გიყენა. მოიც ოპუს 4 და 5 რატო გაქვს? აა, ზმა. რა ოპუს 4 და 5? ამ ლეპტოპზე არ წაიკოც არის რაღაც. ქვის ხარაში ხარ? მოიცა. აპგრეიდი არა. 2.1.7-ზე ხარ, მე ვარ 2.1.96. ძრო, აპგრეიდი. არა, გამოდი და ისე დაავგრეიდე. გამოდი და კლოდ აპგრეიდი. ჯერა დახურე ლეპტოპ გახსენი და მე გაკეთე. გო. სტუდიაში Wi-Fi გადავტვირთ. What? მაშინ update. არა, ის просто პრომპტი გაუშვა. წამი ჯიგრა. exactly ის ყველა გინდა. ჩვენი კოპის სერვის. შო, ეგა შევედი. ეხა რა ბადი იყო? ეხა ლეგენდარი რომ გქონდეს რაღაც. აუ, არა. კოდ. კაი, მოიცა ის გავხსნათ, რა კურსორში ვცადოთ. კურსორს არა, dude. ჰა? ოკეი. კოდი სვიჩერი. მიშენ არა. აი, არა. მე ჩავიდე დისკორდში. კი დავპოსტე მე ერთი კვირის წინ. არა, ეხა მოავნა. კაი, თქო გავიძერეთ ერთი კამას გავარკვევ. ტერმინალში. ხო და მე ვიღაც ანუ ეს რომელს დაიგენერებს რომელი ტიპისას და რაღაც არის დამოკიდებული შენ user ID-ზე. ჰეშავს და მაგით და ვიღაცამ დაწერა CLI რომელსაც გინდოდა იმას გაძლევდა. და ეგრევე legendary oxalotol-ი გავაწერე. არა მე twin წაიყვან კუთხეში არის და რაღაცებს გეუნება kinda კონტექსტის მიხედვით და მე დავიგიდე რა. მაგრამ კიდე რაც გავაკეთე ამ კვირაში ძალიან რაღაც გავაკეთე. არა, უბრალოდ მეშინია რომ ხალხს არ გამოიყენოს და ამიტომ არ გეტყვით რა. რა არის, მაგრამ მენდეთ რომ არის. და ანუ ზოგი მიხვდებოდი რაღაც არის საუბარი და კიდევ კოდის ლიქში გამოჩნდა ეგეთ რაღაცა მითოსი ქვია რა. სახელით ესეთი და ეს მითოსი როგორც მე გაიყვა არის ახალი მოდელი. რომელიც რამდენიმე დღის მერე კოდმა დაანაუნსა, ოღონდ თქვა რომ მარტო რამდენიმე იმას ვაძლევთო. რამდენიმე 12 კომპანიასო, ინტერფეისზე პოსტერო იყო, სადაც 12 კომპანია იყო, და ასკარად 11-ია. მაგრამ პერფექციონისტ დიზაინერი იყო, ალბათ და მე-12-ი ანთროპიკი ჩასმული. თავის აძლევენ ვითომ ხო და საინტერესოც არის რომ რიცის ან რაღაც ბენჩმარკები რაღაც არის. ესეთ ხონდა და $100 კრედიტები ავერტყე საიდან ასტავე. ხო, საგომოისა. ხო, ძალიან კარგი. დავაპაუზე. დატაშენი შეწუწოთ. მე კლასთან წავიდე. ანუ და კულტს აღარ იყენე ხო რა. კულტს ვიყენებ უფრო ისეთ რაღაცებში აი. ზოგადად საკაცობრიოს აკეთებ. ხო და კოდისთვის კოდექსს ვიყენებ. და everybody should.
ეს მითოსი არის მოკლედ რაღაცა ძალიან მაგარი არის, რომ cyber security ხო issue-ები vulnerability-ებს აღმოაჩენს, რომ რაღაცა ძალიან მაგარიო და ის მაგარი რაღაცები პოვეთ, მაგას ვერ გეტყვით რომლები, არ ვიცი, ან open source რაღაცებში პოვეს და არ ვიცი თუ გაიფეჩა FFmpeg-მა რაწერა რომ FFmpeg-ის პიარი ვნახე. და მე მგონი FreeBSD ერთ-ერთი გაის არის. ან მე რა ვიცი ცოტა მაგრამ მე ვიღაც ტიპი გამოვიდა რომელიც security guy არის და თქვა რომ ეგო ერთი 5 თვის წინაცო ვაკეთებდი მაგას ხო ხო ანუ უბრალოდ მან რა განსხვავებაც ვიპოვე მე ის არის რომ აი დუზუსაც აქვს XSC ანუ autonomous კომპანიაში ერთ-ერთი მე ვარ ფასთან მე ფასტი მაქვს ultra fast ის გამოუგზავნეს რა იმას თუ გაძლევენ ხო ის მილიონ ტოკენს რო მილიარდ ტოკენს რო დახარჯო მე რა მითოსზე რაც ნახე განსხვავება რა არის ანუ ვიღაც ჰაიკუებითად პოულობს მაგ იმას მაგრამ თემა ის არის რომ ეხა მე რომ ეს FreeBSD-ზე მიმიშვა ჰაიკუთი ვერანაირ იმას ვერ ვიპოვე ხო იმიტომ რომ არ ვიცამ და ვეძებო თუ იცაც უნდა ეძებო ნებისმიერი ელემენტია შეიძლება მაგ vulnerabilities პოვნა მაგრამ ესე როგორც ამბობენ აი უბრალოდ ეს მივეცით აჰა შენ FreeBSD-ის რეპო და იპოვე აქ security issue-ები და თან ყველაზე მთავარი რაც არისო რაღაც 4 ისე თუ ასე issue იპოვაო მე ეს 4 ერთად რო გამოიყენა მაგით თლიანი access-ი გააჩითაო და რაღაც ეგეთები ხო და მე ისე ეგ მაინტერესებს რომ აი მე ნაცნობი არ გვასმით ერთ-ერთ კომპანიაში უკითხოთ ან ყოლში რა გახთ ერთი ნაცნობი ხო ხო ჩვენ მარტო OpenAI-ის რომას იქნება ვაჩერ ალბათ რომას მოიჭრელი ხო და მოგიხოთ რომ კიდე ერთხელ sales-თან მაგ ლაპარაკები რომ აი ტოკენი გვინდა ხო ლიმიტები გაგვიზარდეთ საინტერესო ის არის რომ ეგ მაგის შენ არ თქვი მაგის მუღამი ისაა რომ ამას შეუძლია რომ ლუპში ცადოს ბევრი რაღაც ხები თუ აი კოდს კითხულობს და ეგრე პოულობს one shot-ings თუ აი რეალურად abrute force-ებს ბევრ approach-ებს აი კარპატი რო გააკეთა ხო იცი ის auto research-ში რაღაცა რომ რეალურად ასაკეთებდა რომ რაღაც paper-ი მისცა და paper-ში ძალიან ბევრი მიდგომა იყო ახსნილი და ბევრი პერმუტაცია იყო რაღაცეების რა და ეს მოდელი ჩაუჯდა და შენ რო ერთი 3-4 ჯერ ცდი რაღაცას და აიღლები ხა ადამიანმა რამდენჯერ უნდა ცადო აბა ესე გავუშვათ რაღაცა და ამ მოდელმა trial and error-ის ის გააკეთა რა რაც CBS-ში ნებისმიერ scientific breakthroughs მიზეზი ეგ არის რომ trial and error-ით რაღაცას პოულობდა ანუ brute force-ით იპოვა მერე kind of solution-ი ამ paper-ის როგორ დაიმპლემენტებინა რა და ალბათ ეს მითოსიც ეგ არის და შეუძლია რომ დიდი ხანი დარჩეს პასუხი ხო ალბათ ეგრე უნდა იყოს სხვა რა მექანიზმი შეიძლება კონტექსტის გაზრდა და რა ხო და არ ვიცი ხო it's mythos მეორე არა მარკეტინგული ხრიკია ბლა იმიტომ რომ როდესაც დამალავე ხა მაშინ უნდა თქვა რომ ეს ეგ ანთროპიკი იმდენად წინ არის OpenAI-ზე რომ აქვთ უფუნება რომ რაღაც პროდუქტი კონდეთ და არ გამოუშვა OpenAI-ს გამოუშვებს ეგრევე გამოუშვებს მაგრამ არა მაგრამ როგორ შეფთავებს ანუ იმათ ხო დაგიმალეს აი ჩვენ არ გიმალავთ და მაგრამ ხალხი გადავალ აქეთ გადავალ ან მან security შემია საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეგრე security share ფული უბრალოდ და კაი use case-ია რა ბაზი ამოწია ისედაც ნებისმიერი მოდელიც ძალიან კაი შედეგებს დებენ მთავარია ის რომ ანუ ეს მოდელის დისტილაცია რაც ხდება მაგის შეჩერება უნდა ჩემს იმიტომ რაღაც ამდენ ფულს ხარჯავენ მოდელს გამოაგდებენ ვიღაც ჩინელი მიაჯდება API-ის თავის მოდელს მოხდავს და ყიდის ცენტრება რა ერთადერთი გზა რომ ეს თავიდან აიგიდო ეგ არის რომ ვაფშე არ გამოდგა public access. ხო საფრთხე უნდა უკვე. ესაც რო ანუ ეგ სუბსიდირება მთავრდება თუ არა? ანუ აქამდე იყო რომ ეგრევე პირველ დღესვე ყველას ჰქონდა access-ი აუცილებლად ბოლო მოდელზე. და ყველა ვიყენებთ მაგით წერით კოდს ასე შემდეგ ეს შემდეგ. და ყველა ამბობდა რომ ეს გახდება commodity-ია. ხო, დღეს ვაპარაკობთ მაგაზე. რიჯაბადა რომ შეიძლება commodity-ია ის. პირიქით ხო არ ძვირდება იმიტომ რომ შევთქვევით. რეიგ ლიმიტები ეხა ამ ორ შაბათს დავიწყე მუშაობა და 4 საათში რეიგ ლიმიტება დამირთყა $200 ინფლაცია. ანუ ეგეთ რაღაც არის დამირთყა. პირველად დამირთყა, აი ხან ამდენი პირველად დაწერე კოდი რაც კლოდი. არა, რამდენი დღეში პირველად ხონდა დღის რეიგ ლიმიტი ხონდა საღამოს 11-ს უნდა დაელოდო და არა და $100 ლიმიტი. ხო, $100. მე ეგრევე ხომ მქონდა ერთი georgi@lidash.com შევქმნი georgi + sam altman client და ისე იგივე მეილზე გააგრძელე.
ეგრევე ისე ფიუსის ჰაკი ძალიან რისეთია მეორე აკაუნტი გქონდეს რა. ამ იმას ზოგადად რაღაც ანუ ისე ეგეთი აი რაღაც თამაშები რო იყო რა. და თამაშები შეგეძლო რა, აი ბევრი მეილი დარეგისტრირდა და შენ თავი ან მეორე აკაუნტიდან შენ თავთან გეთამაშა და რო გაძლიერებული იყო და ბაზის გადები რა სამი თქვენ cloud code. არა, მითოზი არის კიდე საუბარი. არა, ის ლუდებს რა თქმა უნდა ლიმიტები არ ესმის, იმიტომ არა აქვს იქ ლიმიტები. ჯერ ვერ გავიგე what poor shit is that. მე გაი დამოინტერესებს ანუ ეხლა ორივეგან რა, ანუ შენთან საერთოდ. ეს უბრალოდ შენთანაც ხო, ანუ LLM-ებს იყენებთ, ამ კომპანიას თავის დატას იზიარებთ, როგორ რაღაცეებს მაგალითად LLM-ით ეს დატა რაღაცნაირად აჩვენოთ ან დაუპროცესოთ და შემდეგ და მანდ ახლა კითხვა არის ჩვენთან ჩვენ ყოველდღიურობაში შევიდა აი ძალიან აქტიურად რომ კომპანიები გეკითხებიან რომ ოკეი თქვენთან რაღაც შეიძლება data compliance რაღაც დონეზე გქონდეთ თქვენ რო პროსტა რო ინახოთ და LLM-თან რო აგზავნით მანდ რა შვებით აი მაგას როგორ ჰენდლობთ რა და აი ახალი აღმოჩენილი გვაქვს რომ არსებობს ეს ორივე ყველასა Gemini-საც და OpenAI-საც ყველასა zero data retention-ი რაც არის რა რომ ესე იგი by default API-ს რო იყენებ by default არის რომ ტრეინინგისთვის ის არ იყენებენ ეგა by default ყველაფერს თუ არაფერს თუ არ გავხარებ მაგრამ თუ რაღაც extra sensitive data-ს იმაშვები უგზავნე არ თუ არც გინდა რომ იქ დაილოგოს ან даже literally სტანდარტულად მე მგონი ერთი კვირა თუ რაღაც ეგეთი ინახება ლოგებში სანამ რაღაც revokes უკეთებენ და თუ არ გინდა რომ დაილოგოს იმიტომ რაღაც რა არის სამედიცინო კონტექსტია ის არის საფინანსური მაგის ის შეგიძლია თურმე პრობლემა ეგ არის რა აი მაინც მე მეგონა რომ არსებობდნენ რაღაცა რეგულატორი ინსტიტუციები რომლებიც მაგალითად ჯერ გამოწვევდნენ და მე გაშობინებდნენ სისტემებს რა და სისტემა არის ესეთი რომ აქტივი შენ ვალდებული ხარ ეს GDPR compliance რა არის ვინმე კი არ მოდის ეგ გეუბნება ბეჭას კი არ გეკონს რომ you are GDPR compliant რა არის რაღაც მინიმუმ წესი შენ ვალდებული ხარ რომ დააკმაყოფილო და თუ ვაიდა შეგამოწმეს რაღაცა ან აუდიტის როგორც მუშაობს რა ჩვენ ცხოვრებაც ეგრე რა შეგიძლია ვიღაცა დაბრიდო მოიპარო რაღაცა ვაიდა შეგაგიგეს ხო და ნახე ანუ ამ LLM-ების კონტექსტში იმიტომ რომ ახალია და ესე მაინც de facto სტანდარტები როგორც GDPR არის HIPAA რაღაც ეგეთი არ არსებობს ამ კომპანიებს მაინც trust issue აქვს რა ეხლა ეს zero data retention policy ეთყვი მაგრამ მაინც ხომ ის LLM-თან ის რა და აი მან სხვა შორის ისევ ის switch-ი არის რა რომ LLM-თან უჭოლი წავა data ანუ ეს ვერ აიგებს შენ LLM კლიენტებო აიგეთ და სამო ანუ ეს ანუ როგორც backend servers გაუშვებდი შენთან გარაჟში ესე ეხა იმას რა ქვია GPT 5.2-ს ვერ აიღებ და შენ გარაჟში ფიზიკურად ვერ გაუშვებ მაგაზე ეხა რომ მოხდა ის არის Delvi არის ეგეთი კომპანია რომელიც ეხა ანუ Delvi იყო ეგეთი კომპანია ანუ არის რომელიც ანუ Wise-ის კომპანია იყო, ეხლა გააგდეს Wise-თან თუ არ ვიცი, Wise-თან არ აგდეს, მაგრამ და კაროჩე ტიპების კომპანია იყო compliance, ეს SOC 2 HIPAA და ISO და რა და ასაკეთებენ ახლა igen ჩვენ გვაქვს ახლა ავიღეთ SOC 2 ეს წელი და ვიღაცები მოდიან რაღაცებს გეუბნებიან რომ აი ეს ქენი ეს და ქონდეს ეს და ქონდეს CTO ამას და აკეთებდეს და ტრეინინგებზე ხავს რო security blah და ბოლოს პროფილების დაყენება და პროცესია რომელსაც აი დაჟე ის ტიპი ატარებს არა ტექნიკური ტიპი კომპანიაში HR-მა შეიძლება ჩაატაროს ასე და აი ოკეი მოგეცი ეს SOC 2 ანუ ისედაც kinda არც ისე ის არის მაგრამ ანუ კაი at least რაღაც აზრზე ხარ და ნუ ის HIPAA რაღაცები ბევრი ისე და ესენი Delvi იყვნენ რომ ამაში გიხარებოდნენ რომ ეს მიგება ეს compliance და თვითონ მე ამათ აიქოს და foundation side-ზე და ეგ თუ გქონდა ხალხთვლიდან რომ Delvi-ს თუ გაქვს ანუ just ეგ არის სამდვილეში აი სოციალური ყველაფერი და Delvi რა დაიმართა ამ კომპანიას ანუ fake იყო ყველა კომპანია ანუ just you'd go და იმენა სულხან კოლინაძე იყო ნაკლიკე და SOC 2 კომპანიასები სულხან კოლინაძე იმიტომ ეხა რომ დაიჰაკა like LLM-ი ხო ეგ რომ მოხდა კიდე supply chain attack-ი რომ ანუ supply chain attack-ი არის რომ ეხა შენი კომპანია დაიჰაკა რაღაცა package-ი რასაც იყენებდი dependency ის დაიჰაკა მაგალითად ეხა კიდე Axios დაიჰაკა Axios ძალიან ისეთი აი მაგაზე ვილაპარაკეთ სხვადასხვა ჩვენ გვაიუმითავს ხო და ძალიან მარტივი იყო ეხა რომ ჩვენ ნებისმიერ კომპიუტერზე რაღაც npm-ის თავ და აი დაგიყენდა Axios-ი რომ შენ ყველაფერი დატა წაიღო
ზო, შეიძლება ის გაიგოს. მაგაზე ვუყვები. ხო და ნუ მაგის თავისი მეთოდები არის მაგის მაგრამ ეს დელვის და კომპლაიენსებული იყო ეგ ლაითელელები რა მე მგონი და მე ხახმად ხარ რომ ახლა ამათ და კომპლაიენსებული თუ იყო და ეს მაგრები არიანო ანუ დაიხატა და მე მაქენ დაიწყო და მე გაიყვა რომ reverse engineer უკან ჩაყონენ და Three kids in a trench coat კომპანია. აი აჩო იტყვის ეს არის ესე იგი ჩვენ მასე წინა პოდკასტი გქონდა ვილაპარაკეთ open close-ზე ისე რომ ასე თქვა რაღაც ეს გადასწრება ხო და ესეთი კომენტარი იყო რომ ხო არ გაიტესტავდი და მე ვილაპარაკებდი და ნუ მომენტ ვარ და ეგ კომენტარი რაზე იყო? და მე მგონი open close-ზე იყო ან open close იყო ახმაზე ან ბევრი პრობლემა აგვიწერეთ რა და არ გვაქვს პრობლემა რომ რაღაცა ბევრი პრობლემა მაგრამ რომელია და არ რადგან დავჭერდი და მე კი ხა open close გავუშვებ და პოდკასტში ვიბაზრებ რა და დავიწყე ხა open close ინსტალაცია. რაღაც ბაშ კომანდი და გავუშვა დაიწყე ხა ინსტალი სადღაც გაიჭედა. და რაღაცა ერორი დამირწყა რა და ბიჭო ამ დებაგინგში ვარ და მე მოხდა მაგთის აუთიჯი რა. დღეს იყო მაგთის აუთიჯი 1-2 საათი ინტერნეტი არც კომპიუტერზე არსად არ იყო. და ბიჭო მე კიდევ ერთხელ ვცადე. აი ხა ვინც გვაკვირდებით შეიძლება დამივხვდეთ რა დრო გვჭირდება დამონტაჟებიდან გადაღებიდან დადებამდე reverse engineer გამოთვლით და ბიჭო მე რაღაცა დავაყენე ეს open close ხერხის ხო მე თუდუ მითხრა რომ თუდუ გამოსtildeე მაგ საკითხებში და აშვები შენ კომპიუტერზე აყენებ ხო და მეთქი ხო თქო და გავაყენე ჩემ კომპიუტერზე და yes დავაჭირე CLI-ში რამხელა security იმას იცი რა ქვია ხო აი რა შეიძლება ჩვენმა მოგიაგენტმა კაროჩე იმე და ყველაფერი დახოს თქვენ კომპიუტერში და yes დავაჭირე მე ხა სამ წამოვიდოდი ხო და სამ წამოვიდოდი ხა uninstall-ს ვაკეთებდი აგრესიულად და არც გამოვხენე ხუთი კომანდი გავუშვი uninstall-ის ეთქობა სპეციალურად არის რომ მარტივად ვერ გააკეთო uninstall-ი და მაინც open close ტერმინალში ვწარ ისევ მიგდებს how can I help you და ვერ დავაინსტალირე და ეხლა ვარ ძალიან vulnerable სიტუაციაში data ვიეცი და uninstall-ი რა software მიყენია პირად ლეპტოპზე სადაც ამ ჩემს გამოიყენე მაინც რაღაცაში დატესტებოთ მარცხა რა ზია ისე არა მაგას მეორე ლეპტოპი აქედან დაიწყო Skynet-ი აი დღეს დავაყენე მეც ასევე ანუ არის ორივე მე და აჩო მართლა დავაყენე? და რა ოდ მე დავაყენე ეგეთი გამოდა ახალი Hermes-ი რა ხო რომელიც უფრო რაღაც უფრო მომეწონა მაგათი მიდგომა რომ nemo cross point-ია Hermes ხო NVIDIA-მ რო გამოუშვა ეს harness ეგ NVIDIA-ს არ მინახავს მაგრამ ანუ basically დიდად არ განსხვავდება open close-გან მაგრამ ამათ უფრო ანუ ისე არის დაპრომპტილი რომ აი თაშენი employee გონია თავიდან და მე ეგრევე რა თქმა უნდა Docker-ში დავაყენე რომელიც 100% secure არის მაგრამ still ანუ მართლა ეგრე ერთ პრომპტში გავუშვი ეს Hermes და შემიძლია აი Telegram-დან მიწერა და რაღაცებს პასუხობ ჯერაფერ დამემატებია შეგით ისეთი რა იმიტომ რომ ფულები უნდა მიაღა უბრალოდ შეგიძლია ყველაფერი იმასკენ რა ანუ ძალიან მარტივი ინსტალაცია რა Telegram-ის ბოტის იმას ჩაუგდებ და ეხა ეგ შემიძლია Hetzner-ზე გავუშვა მაგალითად რომ კიდევ ბევრი არის წო და მე იმ Hetzner-ში რაღაცას გინდა ჩაუყენებ შეგ CLI-ებით რაღაცები და ყველაფერზე იქნება წო იდეაში რაც გინდა თუნდაც ბრაუზერზე და ასე შემდეგ და აქ ესა ჩემი TBC-ის პაროლი და მიდი გადავურცე. Oh crazy. Crazy. Actually don't do this at all. აი ესე მაგრამ ეხლა რა გამახსენდა? რა მოუწყდა იცი გავი წინა ეპიზოდში ყო საერთოდ წინაში. ანუ ხალხს რო უთხარით რომ დაწერეთ კონტენტები და ჩავიცვალე. მაიკებს ჩავიცვალე. სადაც სვეტში. ეგ იყო ერთი და დაწერა ვიღაც. და დაიწერა პრომპტები. შემდეგ შემდეგ ჩავიცვალთ რა. აი მართლა რა. ჯიგრობოჯი რა. დაგოსავს გაიგეთ ეხლა აი კი დაგვიწყდა მაგრამ თქვით რა მოვიტყვე რა ესეთ გულს ახლა. კი. მათყურე რა დემენცია არ ეხავხიო. Axios-ის შეგიხო თვითონ supply. ირად არის. გულზე მოხდა. მე არ უპასუხე ამ საკითხვას და დალეგულია deadline-ის nobody was affected ჩვენთან. ამას მომხ ხალხში. მართლა. ხო და როგორ დეფენსივულში გადავიდე. კაი. peer training. აგიო და ამას Hermes-ი ერქვა ხო?
ანუ ესე იგი, აჩო შენც რო ჰერმესი ყოიცი რას ქვია კიდე. არ ვიცი. დავწავოების კომპანიას. ო, მე ვაშვა მე ლაბუბუებს ვცვიფებს მაგათ აკვეთ ჰერმესი. არ ვიცი. ანუ ეხა ორი თვით ანუ დავზაობიოს ბრენში რატო. ჯერტი ადესი არის მიჩო. არა ბიჭო ჰერმესი კი საქართველოში. ჰერმესი ქვია სასაფლაოების კუბოს კომპანია. კუბოს ჰერკულესი აღარ ნახი იქ არის? ჰადესი ხო. ჰადესი არის ის გაიტავს ეს კროპია სიკვდილის ის და ეხა მე მაინტერესებს არა შენ რო ჰერმესი დაისტანე და შენ რო უფენკო ანუ ვის რა ალ აჩხობეთ ეხა ერთად არა რა მაინტერესებს ანუ ის იმას ვერ ვაბო ანუ ესე იგი ოპერაციულ სისტემაში რაღაც პროცესი ეშვება ერთი არა გამრიგწავს. მე ის ვერ გადავხარშე რომ აჩო მე ხა ჰერმეს ავტომატს უეჭველი AI-ის მიყიდვას ცდილობდა დამწაობიურაზე აი უეჭველი პროცეს ავტომატიზაცია რევი ეს სერვისი ასე არა მოიცა ერთი წუთი კაი გეყოთე ზოახა სელს აგენტი. ანუ ამ ჰერმეს ანუ სხვადასხვა ტულებზე წვდომას რო უხსნე მაგალითად ბრაუზერზე ანუ როგორ უხსნი იქ მაინტერესებს ანუ რაღაც პლაგინები არის და წინასწარ set of plugins არის რაც მოხდა ჩაურთო და არ ვიცი რაღაც ავტომატიზაცია გაატარო და მე წვდომა კონდეს თუ ანუ მოჭო. აი ოპერაციულ სისტემაზე რაღაც პროცესი არის ბექგრაუნდში გაშვებული ხო სულ არა ანუ ესე იგი როგორ რაღაცაა ახლა არა როგორ არა ზუსტად იმაში რა ქვია იმპლემენტაცია არ წამიკითხავს მაგრამ მე როგორ დავაიმპლემენტებდი გეტყვი რა ჩავდივართ უსმენს ანუ ტელეგრამში რომ მივწერ ამას აქ დაყენებულად გეითხვეის ის აქ შიგნით საიდკარი ვებჰუკი მისდის ჩვეულებრივად ერთი წამდგე ერთი დიდი thread-ი არის კოდის და იქ ჩაიწერება ახლა მესიჯი რომ წკაპ რაღაცა მოგივი იმპლემენტაცია რა სკა ой, წავიდგეთ შენ ცხოვრება როგორ დაგეთ? სადაც ეს პროცესი გძინავს ვიღაცა დაგირეკა. სკა, ეს მაგი არის. აი, გასწორე. და ანუ ეს გიპასხებს და ეს თვითონ დაიძინებს. თვითონ ეს ან გინდა open claw, ან გინდა ეს სერვისი. ლეპტოპზე ხო არის გაშვებული, ანუ სერვერი თუ ლეპტოპი. არა, ბიჭო, ჩვეულებრივად დოკერის რა კომპიუტერია ჩართული. ანუ თვითონ რაღაცა ის არ არის აუცილებლად გაშვებული რაღაც თვითონ agent. მაგრამ შეიძლება მიწერო და ნუ მაგაზე on demand გიპასუხებს, ან გააკეთებს რაღაცას, ან შეიძლება კრონი დააკენო. ნუ უთხრა რომ და ოკეი. თვითონ იმას ეუბნება, თვითონ იცის როგორ დააკეთო. მე რაღაც შეიძლება დავუკენო. ეგეთი CLI არის მაგალითად როდნი ქვია რა. ნუ მაგრამ ბევრი რაღაც არის. ეხა ის როდნი არის, ეხა ის აი ესე რატნოი. როდნი არის, ანუ headless Chrome-ზე აქვს წვდომა და აი რომ შეუძლია რაღაც screenshot-ები გადაიღოს რაღაც ესე შევიდეს საიტებზე რაღაც ისე რომ ძალიან agent friendly CLI არის და რეალურად შეიძლება წვდომა მიცე რაღაცებზე რომ ან MCP-ები დაუყენო და ჩვენ კლასიკურად ან просто დააყენო რაღაც FFmpeg. აი მაგალითად შეიძლება დააყენო FFmpeg-ი, სურათი გაუგზავნო Telegram-დან და უთხრა მომიქროფე ეს და აგიბროს უკანის რა რაღაც ეგეთი ასე შეიძლება გააკეთო. ყველაფერი ასე მე ისევ ვაკეთებ შენ კომპიუტერზე. კლოდით შემიძლია რომ თეორიულად იმას იქ გაუგზავნო ცალკე იმაში და იქ გავაკეთებინო და ეხლა შედარებით არატექნიკური ტიპებისთვის რომელმაც ამ security-ს და რაღაცას ვერ იზამენ და შენ რომ გააკეთო Hermes-ზე სერვისი ალბათ ასე იგი გააკეთებენ რომ okay just pay me რაღაცა ისე $20 თვეში და ეს გეყოლება cloud-ში. კი, აი მან ევრი თუ მე რაღაც ბლოგი ჩავიდა, მაგათმა გააკეთეს OnePlus ქვია იმას რა და ანუ OpenClaw უბრალოდ ეს სერვისი არის ჩათვალე დეცის რა. რაღაც cloud-ში ელაპარაკები იმას და იდეაში ChatGPT on steroids რა, ანუ ჩათვალე. შენ რა შეაპირებ ხა ამაზე მოგრებს რატო დაინსტალებ თუ just you were curious რა. მე ნახა და რაღაც მაგალითი მომეყოლა, მაგრამ ვერ გავიყვე ბოლომდე. ხო, ჯერ ახლა დღეს დავაყენე და ნახო რაღაც მაგრამ იდეაში მან კოდი შეიძლება აწერინო თეორიულად და მაგრამ ნავი ანუ შეიძლება ისეთი აი ხა რომ მაქვს უკვე რა რომ გამახსენდება რაღაცა ოპერაცია რაც აი ტელეფონი ვერ ვიზამ და თქვა ჭირდება რომ კომპიუტერმა გააკეთოს აი ეს რაღაცები შემიძლია რომ დავაუფლოვდოთ თეორიულად იმასთან რომ წავწვა იმან გამიკეთოს აი თუნდაც რაღაცა ფორმების შევსება თუ გჭირდება სადღაც თეორიულად შეიძლება დაავალო და 1 საათი იწოლებს და რაღაც ფორმებში ასე მე მგონი ანუ კაი რატო არის იცი რომ რაღაცა ახალი capability-ა AI-ის ცოტა უფრო მარტივი ვიდრე კომპიუტერის ნაშრომით და პროსტა რაღაც кейსები რო გაგახსენდება
უნდა ცადო რა და იქნებ რაღაც შენთვის კაი სკეჩი იყო. გენიალური გადადება. აბას ჩვენ რო ვიგებთ რა. მორიცხული. რა, აბა ეს სხვა რა ვის უნდა ქონდეს, რა ვიცი. რუბრიკიდან თეთრი თეთრია და შავი შავია. ასეც არა შეგეცე. ავთან დუხო შეაშული. რა, აბა რა უნდა იყოს. რაღაცაში უნდა გამოიყენო და გაწაშდო რა. საერთოდ ანუ ახლა ცოტა ხნის წინ ჩაწერამდე გიყვებოდით მაგას, რომ ანუ ადრე დაახლოებით 6 თვის წინ ანუ full time სამსახურში მუშაობდი agent-ებზე. ანუ agent-ი ხო რეალურად რა არის და ანუ მაშინ ჯერ კიდევ უფრო ახალი კონცეფტი იყო. მაგრამ ნექთემო რომ ანუ ჩვეულებრივ ეს LLM-ი რომელსაც კითხობას გვაქვს, მაგრამ თან აქვს რაღაც თულები, ამ თულებით აქვს წვდომა შენს software-ზე, რომ იმისაგრად რომ შენ გამოიძახო რაღაც REST API, ეს იძახებს ჩათვალე ეგ რა და ანუ რეალურად ამაზე ხე კი ორი თოქი მაქვს გაკეთებული და ეს ვილაპარაკია. მაგრამ მაინც აინტერესებს ხოლმე ხალხს და გავიგებთ რომ ანუ agent-ი არის რომ ტექსტის მაგივრად რაღაც მომენტში იგზავნის რაღაც კოდს და მე შენ ამ კოდს ჩერდება ის ანუ ესე თვითონ არ ეგზელებს ხორებას. შენ ამ კოდს გამოიყენ რაღაცებს გაუშვებ და მე დაუბრუნებ უკან, წაიკითხავს, ეს მოხდა, ამაში გავაგზავნებ და ეგრე არის, რომ რაღაცას რომ მიწერო და ამიჯავშენ სასტუმრო, რეალურად რაღაც API-ს გამოიძახებს software-ში, იქ მიიღებს სიას, იმ სიას წაიკითხავს, იტყვის, ამას ეს უფრო მოეწონება, კაი აირჩიეს. და ეგეთი თანმიმდევრობაა და არ გამოიძახს, თული ექნება, რომელიც იძახებს, რაღაც პოსტს გაკეთება შეუძლია, ის უბრალოდ პოსტს დაწერს ამ URL-ზე, ეს მეთოდი გააკეთებ, მე დაბრუნებულ პასუხს ესაბამებს გავგზავნით, თუ საკმარისია. გვეტყვის რომ კაია ყველაფერი თუ არა და კიდე ახლა ამ პოსტს გააკეთებ. ანუ რეალურად მაგათ ეგენი არიან API, რომელთაც შენი პროგრამა, რომელსაც უკვე რეალურ რაღაცების გაკეთება შეუძლია, იღებს სადაც გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს კი ასრულებს ძაიმებს, რომელსაც თვითონ LLM-ი ეუბნება. ახლა LLM როგორ მოიქცევა, მაგას შეუნდეთ პრომპტში რა. ხო და აი ამის ასრულა და მე ვიტყვი. ხო და ნუ ახლა აქედან გადავედით ჩვენ იმის გარდა რომ ახლა ეს agent-ის საპორტი გვაქვს და ახლა ისიც გვაქვს რა, ან ჩვენი lawable გვაქვს Lightdash-ში შეგნით. დეშბორდებს აწყობთ იმითი ჩატით. აი რეალურად ეუბნებით ის რომ აჰა ჩვენ მოგაძლევთ ჩვენ აი როგორც lawable-ს აქვს, Supabase-ზე წნობა. ამას აქვს ჩვენს data იმაზე წნობა, რომელსაც თავისი JSON render-ი რო გამოვიდა ხო ეს ხო? ნუ მაგაზე უფრო general purpose არის, ანუ lawable-ით არის ნებისმიერ რაღაცას აკეთებს. აი მე მაგალითად დავაწყე Lightdash-ში და მე კიდე ავწყე აი Lightdash app builder-ში app builder-ი, ანუ just ნებისმიერ რაღაცას აწყობს და data-д იყენებს ჩვენ იმას, რომელსაც უკვე security backend-საც აკეთებს თუ just არა, აი backend-ი არის ჩვენი, ანუ ჩვენ data რაც გაქვს. ხო, ანუ მაგრამ ნიკამას ხო მოგამი ეგ არის რომ ანუ custom data type-ები გააკეთო, ახლა იმის მაგივრად რომ და სუერთნაირი dashboard-ია ჩვენ ორი stakeholder-ებს. ხო, ზუსტად. ეგ tell a story in a different way based on data. ჩვენ აი chat-ში ჩაშენებული გვაქვს, როცა აი ნუ chat-ი ახლა WhatsApp-იდან ზოგადად აი message-დან, მაგრამ chat-ში რო ელაპარაკები ეს generative UI-ის თულია პირდაპირ აგენს და შეუძლია იქიდან აი იმენა კოდი გამოუშვა შენთან და უბრალოდ რაღაც დაარენდერო chat-ში პირდაპირ კომპონენტები და ასე შემდეგ. თუ WhatsApp-ში ელაპარაკები, ეგ კომპონენტები რამე headless-ში გავუშვი, დაარენდერე, screen-ი გადაუღე, ფოტოდ გააგზავნე. და ეხლა რაზე გადავედით, ქამდე რაზე გადავერთეთ რა. ეს AI feature-ები გვაქვს, რა თვითონ პროდუქტში AI feature-ები გვაქვს, მაგრამ ეხლა თითქოს მეორე ის გახდა, რომ ჩვენი პროდუქტი უნდა რომ გამოყენებადი იყოს agent-ების მიერ. Yes. ხო? ანუ რას ნიშნავს? ანუ ჩემ პროდუქტი agent-ების მიერ გამოყენებადი ხა. მე რო ვიყენებ ის რაგად რომ მე დავაჭირო რაღაცებს, მე ხომ აქ კოდი გახსნილი ან ეს OpenClaw ან Hermes-იან რაღაცა. და Hermes-ს უნდა მიდი Lightdash-ში ეს გამიკეთე. ხდები? ანუ როგორც აქამდე ქონდა, თავიდან ქონდა UI, ხო, ან თავიდან ტერმინი DOS-ი და მე UI და მე API გამოვდგირო და ამატებით რაღაცებს შეძლო და ეხლა კიდე ახალი დაემატა რომ agent-ის kind of UX-იც უნდა გქონდეს რა და მაგაზე ვმუშაობდით ბევრს რა, ანუ ჩვენი სადაც ეხლა CLI გვაქვს საკმაოდ კაი და გქონდა ყოველთვის სისტემა content as code. რაც ნიშნავს რომ dashboard-ი რომ აქვს აწყობილიანი chart-ი. შემიძლია რომ თქვენ გავუკეთო Lightdash download, გაუშვა და გადმოწერს ამ კონტენტს რაღაც YAML ფორმატში, რომელიც ანუ წაკითხვადი არის ადამიანის და agent-ის მიერ და
მე შემიძლია შევცვალო ან ახალი შევქმნო და ისევ დავფუშო და ეს YAML გადაიქცევა ჩემს რეალურ დაშბორდად რა. და ამიტომ agent-ებს ყველაზე კარგად დასთან შეუძლიათ მუშაობა არის ტექსტი და ფაილები. ამიტომ შეგიძლია რომ ტიპი ვიც არის რაღაც data engineering არის, რაღაც კურსორში უთხრას რომ აი წაიკითხე კოდ ჩემი მოაცემთა ბაზა აგერ არის ამის რაღაც SQL-ი, რაღაც description-ები და აი გამიკეთე ესეთი dashboard-ი. და ნუ აი აქედან ამ რაღაც ერთიანდებაში უკვე გააქვს dashboard-ი რა, რაღაც 5 წუთში წავ რაღაც YAML-ი, ჩვენი სკილები გამოუშვით რომ kind-of specific-ები იცოდეს და საინტერესო. და ამის side effect-ი გაიჩნდა, რომ ეხლა development-ს რო ვაკეთებ და რაღაც features ვამატებ, რომ charts მინდა კონდეს support-ი რაღაც, თქვა CLI-ს უნდა გადათავაზო. conditional formatting-ის რა. და ეხლა ადრე თქონდა რა, მაგას ეძახიან closing the loop in the development, რომ ანუ agent-ი უფრო ეფექტურია, მაშინ როცა შეუძლია რომ ვერიფიკაცია გააკეთოს, რაც გააკეთა კაია თუ არა. ხა პირველი ლეველი მაგის არის ტესტები, მაგრამ ტესტები ხო ყოველთვის არ ასახავს რეალურ სამყაროს იმას და ამიტომ ეხლა რეალურად შემიძლია რომ ჩავწერო რომ just გატესტე conditional formatting-ი, მაგალითად table-ის ვიზუალიზაციაში მუშაობს თუ არა. და თუ მუშაობს, მაშინ გადავიღე screenshot-ი და გამომიგზავნე რა. მაგას სად უშვებს? ამას მე ვეუნები ჩვენ აპში კი არა, აი პროსტა მაგ გახსნილ მაგას კოდექსი და კოდექსს ვეუნები რომ აი ეს გააკეთე. და აი პრომპტი მაქვს აი ერთი აბზაცი, სადაც მაგ ჩამოწერილი რომ CLI ესე მუშაობს, curl-ით შეიძლება რაღაც endpoint-ები გამოიძახო, იმიტომ რომ კოდი იცისად, PSQL-ი არის ეგეთ CLI, რომელსაც Postgres-ზე შეიძლება წვომა, ამ შეიძლება database-ს წაიკითხო, ეს rodni მაქვს რომ თუ გინდა ბრაუზერით გამოიყენო და ნუ CLI-ით ის კოდის გამოწესება შეიძლება მოკეთ, ანუ უკვე ჩემს, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტი გამოყენებადია agent-ების მიერ, development-შიც, ანუ შემიძლია რომ რაღაცა feature request რომ მივცემ, ძალიან დიდი სიგნალიანი პასუხი მომივიდეს, იმიტომ რომ ის კი არ მომივიდეს პასუხად რომ აჰა რაღაც კოდი unit test-ი დაუწერე, ხო? ხო, აი რაღაც კოდი დაუწერე 1000 ხაზი და ეხლა მივიდა იკითხე. და გაფილტრე, შეიძლება გადასაგდები იყოს, ხო? რამდენი საკ გადაგდებული ეგე და ეხლა მომივა პირდაპირ screenshot-ი. აჰა, ეს გავაკეთე რა, screenshot-ი ძალიან მოშტია, ეგრევე გადააგდე თავიდან ჩამოხეჭე რა. ამიტომ ეგ ახალი მიმდინარეობა იჩნდება რა. და კაი ხანი ამას ვცდილობდი, აი ხა რაც მოყვები რომ აი ლუფი ბოლომდე მქონოდა რომ შეძლებოდა აი როგორც full stack engineer-ს დაკეთებს რა, full stack engineer-ი იწყებს რომ მოდი database tables დავამატებ, მე რაღაცა ანუ ჩვეულებრივ features-ზე რა ისე ალ backend-ს დავამატე რაღაც table-ი, ზემოდან გადავადე რაღაც კოდი რო ეს წავიკითხო table-ი, მე რაღაც კონტროლერი დავწერე, რაღაცა მე front-end-დან რაღაცნაირად წავიკითხე და front-end-ში ვანახე რა. და ანუ agent-ს ახლა შეუძლია front-end-ის screenshot-ით შეამოწმოს, API curl-ით გამოიძახოს, back-end-ში Postgres-ზე წვდა ეს პირდაპირ. და პლუს ახლა კოდში ხო აღწომა და ეს შემდეგ. და ნუ რა კაია და. ანუ ბევრი რაღაცა დაგჭირდა იმისთვის რომ ეს მიგვიყო რა. მაგალითად ის რომ ხო რა, ნუ დეტალები მე შემიძლია გავაგრძელო, ხა მარტო მე რო არა, ხო. და ხო, მე იმას ვფიქრობ, ეხლა მე რა მაკლია მაგ workflow-ში. აი screen-ების გადაღება, ნუ მაგისთვის Chrome-ის MCP მაქვს, რომელიც პირდაპირ ხსნის, აი რა განსხვავება მაგასა და შემთხვევით შორის ვერ ჯო, აი რაღაცა ეს რა ქვია იმ რაღაცაში რაც იყო? მეთქვია ხა. ანუ კუბერი. როდნი და იმ Simon Williamson რო არის, ხო იცი? აი სოფი ბლოგი არის, მაგ ტიპის გაკეთებულია, რომ რეალურად CLI-ია, რომელსაც ძალიან agent friendly, აი rodni helps რო დაწერე, ეგრევე გეუბნება რას აკეთებს და როდესაც აკეთებს, აი headless-ly უშვებს Chrome-ს, რომ არც შენ ვერც ხედავ თუ აუცილებლად mute-ით რო უეჭველი ქენი და რაღაც სესიას ინახავს და რაღაცა და მე რომ მიცდია და შეუძლია სკრიპტები გაუშვოს მარტივად. მე რომ მიცდია აი Cloud-ის ჩაშენებული ბრაუზერ საპორტი და ეგეთ რაღაცებს ხომ ან არ მუშაობს. იმდენი ხანი ჭირდება ხოლმე მაგას რა. და ამით ძალიან კაი success ის ქონდა. ან რეალურად აკეთებს Chrome-ს უშვებს და მე რაღაცა ისინი შეუძლია, მაგალითად accessibility-ის რაღაც API-ები შეუძლია გამოიყენოს, ეგრევე იყოს რაღაცები და სკრიპტები შეუძლია გაუგზავნოს JavaScript-ის და JavaScript-ის სკრიპტებით ძირითადად აგენებებს სკრიპტს, რომ აი რაღაცა წაიკითხოს და ეს screenshot-ს უღებს რა. ეს
ხო მე ძირითადად Chrome-ის MCP-ს ვიყენებ, ხო არ მოვწოს დიდად, მაგრამ ნუ სისტრაფის პრობლემა იმით მოგვარია, რომ პრომპტში მიწერია სკრინშოტები და Lightning-ის ისკაკა დაჭერილი. რეფებს მიადგეს და სკრინშოტების ნაცვლად რეფებით გააკეთეს ვერიფიკაცია. ხო, ნუ ბაზაზე მეცვა ძლევ, ჩემ ლოკალურ ბაზარზე ვწვდომას აგენტს. კოდ, ნუ ხო, ჩვენ background job-ისთვის ტემპორალი გვაქვს და ტემპორალს აქვს CLI და აი ძირითადად ეგეთ თემაზე თუ მუშაობ, მეც ვეუბნები, რომ ანუ სანამ დატესტავ, ჯერ ბაზარ stage-ია შეამოწმე, მერე დაატრიგერე ეგ workflow temporal CLI-ით, ყველაფერი დამთავრდა და ისე ბაზა შეამოწმე რა, განა უბრალოდ რაღაც დებილი unit test-ი დაწეროს, რომელიც აი ხანდახან просто даже უფუსიც ისეთი unit test-ებს წერს ხოლმე, რომ რაღაც ობიექტს ვაექსპორტებ, რომელიც არის სტატიკური, just ობიექტია რა, კონფიგურაცია. ამ კონფიგურაციას ეს ფილდი აქვს თუ არა ნამდვილად. ეგეთ ტესტებს წერს ხოლმე რა. მე დაწერილი მაქვს ჩემ პრომპტში, რომ რაღაც არასდროს არ დაწერა მოქები ტესტი. ხო, ყველაფერს მოკავს ხოლმე. და ეხლა Universe ლოგიკას. ახალი Universe. რაც გამისწორდა სპეციალისტის იყო რაღაც /review skill-ი რო codes. მაგას ვუგნები, რომ აი ოღონდ სპეციფიკ რუთითებ, რომ look for AI source. ხო, აქ review skill-ი. даже security review-ს აქვს. არაფერი დაამატებს. ხო, ანუ თქვენ რომელ იმას იყენებთ? ჩვენი skill-ი გვაქვს მაგის და ანუ რომელ თვითონ tools კოდი, ანუ კურსორს უფრო აწევი თუ ანუ გააჩნია, ანუ გააჩნია. ისე ანუ one terminal-ში კოდოს რამდენიმე სესია ის. რა ბოლოს კოდის დაწერილი გუშინში ხო? არა ისე ანუ კურსორს და იმას რა. კურსორს სამის ისეც ხო ხა გამოვიდა UI update-ები UX-ის. მაჯი არ მინახავს რომ მაგაზე. მაგრამ კოდექს API-ვით გააკეთე. კი, ზუსტად იმედი თელი კოდექსი კოდექს API-ს მაგრავი. ხო? მაგრამ ის ხოჭო წერა რას წომია. რომელსაც გაიგებ JavaScript, Java და იმის შედარება რო იყო, ეხლა არის კლოდს იყენებ თუ. ანუ მე სულ რაღაცა ერთს ვიყენებ, ძალიან ხშირად ვიცვლი, მაგრამ არ ვარ ისე რომ აი მაგას როგორ იყენებ, ანუ გონია რომ ყველა ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. აი ხა ყველამ გამოუშვა ეს კოდექს API რა. კოდექს API CMX-ი გამოუშვეს ტერმინალში კოდექს API. რომელსაც რავი მე ესე ვერ ვიტყვი რაღაცა, იმიტომ რომ just Tmax ვიყენებ და ხო Tmax მეც ვიყენებ, მაგრამ აი იმ ჰორიზონტალურ ტაბებს ზემოთ რო გაქვს მაგისა და ვერტიკალურ გაქვს. აუ ეხლა მე ხო მე მაქვს ესე რა ქვია. დია ამის. მე მაქვს ეხლა ანუ საჩევრის საკამარისაც ზოგადად ვლაპარაკობთ და შემდეგ ეპიზოდებში რომ გამოვკაჭოთ. აი ხო ვლაპარაკობთ რომ აი აგენტებს წერთ და აგენტებს წერთ რა. ანუ აი როგორ წერთ ანუ აი ერთმანეთის აგენტების კოდი რომ ნახოთ მაგალითად. ანუ ის იქნება რამდენად გავს იქნება არ იქნება. ეხლა რას გულისხმობ მაგალითად რა ანუ ეხლა ჩვენ სოციალური არა რაზე ეხლა მიხსენებ რა ზუსტად რა შედით slash ჩვენ მაგალითად ეხლა ჩემსაც ნახავთ open source-ია, დუდუსაც გასაგებმიზებზე გამონახავთ. იმიტომ რომ source-ები აქ დალიკული ძვას. არა და ანუ ტოპიკი რა მაქვს ხა მაგალითად აი ჩვენ ეხლა რაღაცეებზე თავის დროზე რაღაც კონტექსტი რომ აგენტი კონკრეტული ფუნქციას აგენტი კარგად ვერ ავამუშავეთ, თქო და მართლა production grade-ად კარგად რა. მე დავიწყეთ რაღაც გადაწერა და რაღაც თეითან მივედი. ეხლა მაგალითად რა იყო რა? სტანდარტულად ეხლა ყველას აგენტებს რო წერით, თავიდან როგორ წარმოდგენა გქონდა, ხო რომ აი და ეხლა წერაში რო ხსნიდი შენს თქვი რა, რომ აი decision-ებს მიიღებენ თვითონ რომ აი მე რა გამოიძახონ და ეს decision-ებს მიიღებენ. შეიძლება იყოს ძალიან thin layer-ი business logik-ისა და ძალიან დიდი business logik-ის layer-ის და ანუ უცბად იჭითება აგენტები რომელიც მე მგონია რომ ანტიპატერნი არის. ოღონდ მაგაზე უფრო ხმად დავიწყო და მინდა რომ რაღაცა ცოტა ჩამოვაყალე. ანუ ანტიპატერნი რომ აი თუ business logis if else cases prompt-ში წერ, ესე იგი ანუ უჭირ არასწორად იწერია აგენტი და ანუ ჩემი დებულება, რომელსაც ანუ აი ჩვენ ხა ჩვენი გამოცდილებიდან გეუბნებით. და ანუ რომ ეგეთი кейსები როგორ როცა არის ყოველთვის ანუ უფრო თულებში უნდა იყოს ჩაწეული და თულები არის არასწორად როგორ თქვა დადიზაინებული. ანუ მაგალითად ჩვენ როგორ გქონდა ხო ანუ თულები ძალიან პატარ-პატარა თულები არის და აგენტში წერია literally business logika წერია if else-ებით როგორც სიტყვებით რა. და ანუ ხან უშავ და ხან if-ს გამაზავ და ხან აი სისულელი სიგიჟეები და მე ეს if else case-ები და ასე ვთქვათ conditional logik-ები და უშუალოდ logik-ები რაც იყო. რო გქონდა 5 თული. გადავწერთ ისე რომ 2 თული იყოს და if else case-ები თულებში იყოს შიგნით. და ანუ ზემოთ literally მარტო რაღაც ძალიან high level კომანდები დავწერთ და დანარჩენი ყველაფერი ძალიან ტრივიალურია რომელი თული უნდა გამოიძახოს და აღარა 5 თულში მიიღებს ანუ
просто ამ პატერნს ვამჩნევ, ანუ ჩვენთან უკვე რაღაც 2K-ში შევამჩნევთ, მე გადავწერეთ და აი ბევრად კარგად მუშაობს ყველაფერი, შედარებას რა. მართლა მომენტ production grade-ად მუშაობს რა, ესე რომ გადავწერეთ. და მეორე პატერნი კიდე რაც იყო აქ აიყო, რომ ანუ თან ვიტყვით ხა მე წარმოვიდგენია რომ support-ზე ვინც მუშაობს, იმ სკრიპტი აქვს, ხო? ხო. და ანუ ესეთი flow chart-ი აქვს, თუ ეს გითხრეს ესკენი, ანუ ის ხო ესე რაღაც decision ის ხო არა ეს stroke trader-ი. კი, ეგეც არის. ეგეც არის, მაგრამ მე ვამბობ რომ სულ რო ეგ case იყოს თქვა, ანუ მე მგონი production grade აგენტების წერა დადის იქამდე რომ აი ეგ decision-ების შეწინასწარ უნდა ჩამოწერო რა იქნება. სტრუქტურაში მოიყვანო, ეგ თულებში უნდა გაწერო და აგენტი უნდა იყოს კონტროლერი რაც არის და არა სერვისის ლეიერი. ეს აკარჯი ჩემი დებულება რა. და მგონია რომ უბრალოდ თავიდან იმდენად ეს ჰაიპი და ყველამ დავიწყეთ სერვისების წერა, ანუ ბიზნეს ლოგიკების პრომპტებში წერა და რეალურად უნდა იყოს კონტროლერის ლეიერი, უბრალოდ ინტერაქციის პოინტი არის და დანარჩენი ისევ კოდში უნდა იყოს. ეგა ჯერჯერობით მე რა point of view-ც მაქვს, რომ ანუ production grade აგენტი როგორ შეიძლება დაწერო, მოდი მე რა production grade რა, რაღაც ბიზნეს ლოგიკაში რაღაცები არ გამოზოს ესე რომ ხუიოზნაირად იქ რას გააკეთებს რა. აი ხა მაგაზე ერთ-ერთი ჩემი counter point-ი არის რომ მე წერან ხო გითხარი ხა ორნაირი agent-ი გვაქვს ჩვენ. ერთი არის is question answering და visualizations რო გიგენერირებს. ეგ არის ეგრე დაწერილი შენასწავლო. ან ძალიან real-ებზე დგას და არავით არის ბიზნეს ლოგიკა პრომპტში არ უწერ, პრომპტში ერთ-ერთი წერე რომ როგორ გამოიყენოს თულები. იმიტომ რომ ის არ წყვეტს რაღაც row level security, tips როგორ გამოიყენოს ყველაზე ისეთი მაგალითი და მეორე ანუ visualizations თუნდაც რაღაცა რომ ნუ მოკეთ. ძალიან კონკრეტული თულები აქვს. მეორე ხო ხა app builder-ი რო გავაკეთეთ. მაგას აქ ვარ თული არა. კოდი ეშვება cloud-ში რომ დაწეროს კოდი. ანუ იმას პირიქით ანუ რადგან ძალიან კრეატიული საქმე აქვს. ხო, მივხვდი რა საუბარ, მაგრამ ეგეც ის არის, ანუ თულები როგორ არა აქვს, უბრალოდ ამ რაღაც არა, ანუ თულები აქვს, ჩვენ მიცემული არა, general purpose არის, რა თქმა უნდა, ხო, კი. ხო, უბრალოდ ანუ ხო, ალბათ ამოცანიდან გავდერებოთ მე რას ვამბობ, აი ბიზნეს ლოგიკებს, ანუ ბიზნეს ლოგიკები, აი რაღაც სტანდარტული ბიზნეს ლოგიკა, რაღაც პროცესის ავტომატიზაცია რო გინდა, ანუ აქამდე ყველას ისე შეგვატენეს და ყველამ ისე დავიჯერეთ, რომ ოკეი, აი რაღაც თვითონ უნდა მიხდეს აგენტ დინამიკა, როცა ანუ ლითერალურად რო ჩამოწერო უმეტესობა ბიზნეს პროცესების რაღაც limited set of პროცესები ჩამოწერ და მაგის კოდში ასე თქვა გადმოტანა ბევრად მარტივია. მაგრამ ხო რაღაც ეგეთი кейსებიც არის, მაგებზე რაღაც არ მიფიქრია ახლა. მაგრამ ანუ ეგ რაღაც ის არის რა, რომ ანუ ყველაფერი აქეთ წავიღეთ, როცა ანუ უმეტესობა შეიძლება ვაფშე აქეთ იყოს წასაღები. კი, რაღაც სეტი აქეთაც შენ ხარ წასაღები, რას თქვი ახლა რა? ბილდერი რაღაც ეგეთი ძალიან დინამიური, სადაც წინასწარ ლითერალი ვერ გაწევ რაღაც ბრენჩებს რა. მაგრამ ყველაფერს აქეთ ვწერით, აი ვაფშე ყველაფერს და არასაჭირო ბიზნეს ლოგიკა, რომ ლითერალი კოდში შეიძლება რომ განსაზღვროთ იხმა, პრომპტებში გვიწერია რა. აი ხა production grade agent-ები თქვა, აი enterprise grade agent. რომ მიხვალ, რომ მივალთ მე გუას მოვიკითხა. აი გუა მაგარი ის იყო ხა, ანუ validation-ზე და evaluation-ებზე კაც უქიზა კეთება უნდა და შეიძლება. არა, მოგონი ქონდა touch-ზე ქონდა. ხო, ანუ დიზაინი ჩვენთანაც იცი რა ქონდა მითავზე შეიძლება. ძალიან მაგარი საკითხზე ქონდა ისა რა, აი ჩვენი მითავი სანამ იქნებოდა ეს რაღაცაზე რომ დეველოპერების გარდა PM-ებს და ვიღაცებს უნდა მივწეთ აი Langsmith-ის-ნაირ, ან QA-ებსა Langsmith-ის-ნაირ თულებზე წტომაო რა, რომ არა მარტო ის კი არა რომ აი რაღაცა ცუდად მოიწერა, არ მოიწერა. უშუალოდ პროცესში რო ჩაიხედო და ევოლუციო რო შეეძლოთ რომ აი სად ჩანქი უნდა წავიღო, არ უნდა წავიღო და fun topic იყო რომ აი აგრას ჩვენ ეგ გავაკეთეთ. დათავ გააკეთა აგრას ანუ და 2 დღით ადრე სანამ ეგ გუა შეგხვდებოდა რაღაც აგრეს ვაპარაკებდა რა ანუ ჩვენ QA ტიპებს მივეცით ის რა ქვია Langsmith-ზე იყო რა რადგან ეფექტურია თორე მაგას დრო გვაჩვენებს ალბათ ხო ხო ანუ მუღამი არის ხა შეიძლება Langsmith-ი ყველაზე არა ერთი აკაუნტი გაკეთებული ინფრა ერთ Langsmith ყველაზე მარტივი кейსია მაგრამ თეორიულად ანუ იმას გულისხმობს რომ thread-ები ანუ conversation-ებზე ანუ მეორე თული კონდეს ასიც შენი internal ხალხი ნახავს როგორ იბაზრა აგენტვა და ადამიანი და რატო რატოები გამოდა კი ანუ რა კი არა რატო იბაზრა ეს და მაგის ევოლუცია შეიძლება როგორ აი full story-ში ნახავდი რეკორდებს და ჩვენებს ხო რა და როგორც მაგის ფუფუნებას ამით იმოჩი და მაგის ფუფუნებას გაძლევს ის რომ ეს აგენტები როგორც იწერება ანუ არატექ ტიპებისთვის შედარებით უფრო არართულად ინტერპრეტირებადი არის რა ანუ რა პრომპტის საკითხვა უწევს და მაგალითად და მიზეზშედეგობრივი კავშირის დაკავშირება ის რატო გამოიძახეს რატო არ გამოიძახეს ანუ კოდს
ვერ დაარივერს ინჟინერები ავტობით რა. რაღაცა სამუზიკიო. და მოდი ამ ტიქით ახლა ყველა აგეთ. აიყო რა, ანუ აშკარად ეს რაღაც შუალედები რო გვაქვს და თან თაფები და რაღაც უფრო გროდოვედი კონტენტი და ესე მგონი კაი საუბარი გამოვიდა. ეგ გამოვიდა. ეგ არის. აბა, გათიშე აჩო. აჩო. Ajde,